გამარჯობა. ესე ომახიანად დავიწყოთ ახალი სეზონი. ძმების პოდკასტი კვლავ დაბრუნდა ერთთვიანი სამკვირიანი პაუზის შემდეგ, დასვენების შემდეგ ჩვენ განვაახლეთ ახალი სეზონი, შეიძლება ითქვა და ეტაპობრივად ნელ-ნელა რაღაც სიახლეებსაც დაგაწევთ. მანამდე კი ვთქვათ, რომ ვიმყოფებით PUB 44-ში ამ ფანტასტიკურ სივრცეში და მადლობა ამ ადამიანებს ამ სივრცის დათმობისთვის. ჩვენი სპონსორი არის კვლავ ბავარია და მადლობას ვუხდით ბავარიას გვერდით ვერჩი დგომისთვის და ნდობისთვის და ძმების პოდკასტი, რომელიც რა თქმა უნდა გამოიწეროთ, გამოყვეთ Facebook-ზე, TikTok-ზე, ასევე რა თქმა უნდა მოიწონოთ ეს ვიდეო YouTube-ზე და დაგვიკომენტაროთ და იდეებით შემოგთავაზოთ, არ ვიქნებით ამის წინააღმდეგი ჩვენ, ბუნებრივია. ლევონჩო, ახალი სეზონს ვიწყებთ და ახალი სეზონს ვიწყებთ თან კარგი ხასიათით პირდაპირ ვთქვათ, კარგი ხასიათით ისეთი წარმატება და გამარჯვება გვაჩუქეს კალბურთელებმა ესპანეთთან, რომ ძალიან მართლა დიდებული გზნობა იყო. სულ რო თავი დავანებოთ იმას, რომ ესპანეთი გასაგებია, რომ შეიძლება 21 საუკუნეში ესეთი სუსტი ნაკრები არ ყოლიათ, ეგ იმას არ აკნინებს. ეგ მათი პრობლემაა. ხო, ეგ არ არის ჩვენი პრობლემა და არც ჩვენ ბიჭებს არ აკნინებს ეგ, რომ მოიგეს. რა თქმა უნდა. ყველაფერს რო თავი დავანებოთ, ოფიციალურად ესეთი სტატუსი აქვს ესპანეთს, რომ არიან მოქმედი ევროპის მოქმედი ჩემპიონები. ევროპის მოქმედი ჩემპიონები დავამარცხეთ 14 ქულიანის სხვაობით, დავახიეთ ბურთითაუზე პირდაპირ. თან ისე რომ შეხვედრაში ერთადერთი მონაკვეთი იყო, როცა ერთი ქულით გავიდნენ წინ. მე მგონი იყო სულ რაღაცა 20 წამი თუ რაღაც. მაგდეინც არა, იმიტომ რომ მე ხო საჯარიმოების როლ შენგელიამ და მაგდა. მოკლედ და კონკრეტულად რო ვთქვათ, ვიწყებთ ახალ სეზონს, ვიწყებთ ძალიან კარგი განწყობით, იმიტომ რომ უკვე გუშინდელი მოგებით თითქმის უდიდესი ნაბიჯი გადაიდგა პლეი-ოფისკენ. კვიპროს აუცილებლად მოუგებთ. ვიცი რომ წინასწარ რაღაცა არ გვაქვს კარგად დაცდილი. გასაგებია, მაგრამ კვიპროსი არის სამუყვარულო დონის კალაბურთით და კალაბურთელებით დაკომპლექტებული. გუშინ უყურე ბოსნიელთან თამაშს და ბოდიში მომითხოვია, მაგრამ მართლა გული ამერია მაგათ თამაშზე, იმიტომ რომ ანუ ძალიან დაბალი დონის კალაბურთს თამაშობენ და რა ვიცი, სულ რომ მეორე გუნდ ვითამაშოთ დარწმუნებულებია, რომ კვიპროს მაინც მოუგებთ, მაგრამ აქ კვიპროსამდე არის ჯერ ხვალ იტალია, ბოსნია, საბერძნეთი რო დაიდება. იტალიასთან და საბერძნეთთან თამაშები გვექნება, იტალიასთან თუ მოვიგებთ უკვე ოფიციალურად გავინაღებთ პლეი-ოფის აგზურს. ნუ იქ საბერძნეთი ჩვენთან ალბათ უფრო მაინც ფავორიტი იქნება, მაგრამ მე რეკოს ბოსნია და ჩვენთან ჯგუფში არის ალბათ ფავორიტი. ხო, მაგას ვამფრა და მე რეკოს ბოსნია და კვიპროსი და ისე და ჩვენი მინიმუმი იყო ის, რომ ბოსნიას და კვიპროსს და მოგვეგო ამ ყველაფერს კიდე დაემატა ის, რომ დავიწყეთ ესპანეთთან გამარჯვებით და რატომაც არა რომ მოუგოთ იტალიასაც, საბერძნეთსაც ყველას, მოკლედ ესე ვთქვათ. ვიყოთ რეალისტები და ისე ვთქვათ, რომ აი ხო რა, საბერძნეთი გამოკვეთილად ფავორიტი გუნდია ჩვენ ჯგუფში, იმიტომ რომ გუშინ იტალიასთან სან მაღალ დონეზე ითამაშეს და იანის იყავთ ბოლო-ბოლო. და მაგ ყველაფერზე ჩვენ ძალიან ცოტა მალე ხო რა, იმიტომ არ ვსაუბრობ დეტალებში, რომ სტუმარი გვეყოლება ისეთი, ვინც ამ თემაში ჩვენზე ბევრად უფრო კომპეტენტურია, გამოცდილია, ფედერაციაში აქვს ნამუშევრები, კომენტატორია და ბევრი წელია ამ სპორტს უზის და ბოლო-ბოლო საკალაბურთო ექსპერტად არის წოდებული. თალსახად. მოდი მაგაზე ცოტა მოგვიანებით ვთქვათ, ეხლა დავიწყოთ ნიუსების. მოდი დავიწყოთ მადლობით. მოდი დავიწყოთ მადლობით, კი. მადლობა ნიკა კვეკვესკის, რომელმაც დღეს დაასრულა საფეხბურთო კარიერა. თავად განაცხადა ეს პრესკონფერენციაზე და აღნიშნა, რომ მისთვის დასრულებულია მოკლედ ეს საფეხბურთო კარიერა. მძიმე იყო მისი სიტყვები, თავადაც ემოციებს ძლივს თოკავდა და იკავებდა. ნიკა არის ადამიანი, რომელიც 10 წელიან ნაკრებში თამაშობს. 62 თამაში აქვს ჩატარებული და ის პენალტი რომელიც გაიტანა საბერძნეთის ნაკრებთან, იმ პენალტის დროს, რომლის დროსაც თითოეულ ქართულს რაღაცა 2 წამიან მონაკვეთში გონება გაგვეთიშა, გული გაგვიჩერდა და ასე შემდეგ. საბოლოოდ მაინც ძალიან წარმატებული გამოდგა და ნიკა კვეკვესკის პენალტით გავედით ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად. ეკუთვნოდა ევროპის ჩემპიონატზე თამაში, მან ითამაშა კონტინენტის პირველობაზე და იმ ისტორიულ ტურნირზე, რომელიც ჩაატარა საქართველოს ნაკრებმა და ცალსახად მადლობა ეკუთვნის ამ ადამიანს იმისთვის, რაც გააკეთა ქართული ფეხბურთის. საინტერესოა ის, რომ ნაკრებიდან წავიდა ისე, რომ გოლი არ აქვს გატანილი, მაგრამ ჩვენ რას ვლაპარაკობთ იმაზე, რომ ისტორიული პენალტი შეაქვს. ეგ ეხა არ ითვლება 11 ტრიანების სერიაში. არ ითვლება, მაგრამ კარიერულ გოლად ნაკრებში, მაგრამ ყველაზე დიდი გოლი მან გაიტანა და ვაფშე არ გვინდოდა მაგის გოლი მაქამდე. აი რაც იყო, ეგ იყო საუკეთესო გოლი. მისი ეს კადრი ჩასუნთქვის კადრი, გამორბენის, პატარა პაუზის და დარტყმის, აი ეს რაღაცა 5 წამიანი მონაკვეთი
ალბათ მის კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი. სანაკრებო დებიუტი დაიწყო გამარჯვებით და სანაკრებო კარიერას დაასრულა გამარჯვებით ბოლო თამაშში და ისიც აღნიშნოთ, რომ ბარემ აქვე ვთქვათ, რომ 4 სექტემბერს გამოკვეთოთ, იმიტომ რომ პირველი თამაშია თან მართლა ყველაზე მნიშვნელოვანი ფინალის ტოლფასი თამაშია თურქეთთან, თან ევროპის ჩემპიონატის შემდეგ. დინამო არენაზე სავსე ტრიბუნები, ნუ ალბათ მართლა ჯოჯოხეთი უნდა მოუწყოთ თურქებს მაქსიმალურად უნდა შევაშინოთ. მაგარი გუნდით ჩამოდიან. ხო, ძალიან მაგარი გუნდით ჩამოდიან, მაგრამ ძალიან მაგარი გუნდი ყავს ჩვენს. ძალიან მაგარი გუნდი ხვდებით. ხო, იმიტომ რომ უკვე ძალიან ბევრი ფეხბურთელი ყავს ტოპ 5 ჩემპიონატში. ვაკაია ამას რომ 5 წელს წინ ვერც ვიფიქრებდი ალბათ ამას და მივაბად ვარ მე თემა 4-ში მოკლედ თურქეთს ვეთამაშებით დინამო არენას და ძალიან კარგი კალენდარი გვაქვს, იმიტომ რომ 7-ში მე ისევ სახლში ვთამაშობთ ბულგარეთის ნაკრებთან და ამ ორი თამაშის შემდეგ უკვე რაღაც საერთო ჩარჩო და სურათი გვეწოენება რისთვის აი სოფლიოს შესარჩევზე შეგვიძლია ბრძოლა არ შეგვიძლია ხო, იცი რატო, იმიტომ რომ ერთი გუნდი გადის, პირველად იოლსანი გადის ეგრევე მსოფლიო ჩემპიონატზე, ეს იქნება დიდი ალბათობით ესპანეთი ვიყოთ რეალისტები, რა ვიცი. და მეორე და ბარემ ისო ვინატროთ ესპანეთს, სადაც გავამწარეთ ბარემ, აქაც იქნებ რაღაცა ხო, არა, ესპანეთს ახლა ბანძითაობა ყავს კალაბურში. არა, ხუმრობ, რა თქმა უნდა, ახლა ესპანეთის საფეხბურთო ნაკრები. ხო, აქეთ იამალი ყავთ, რომელიც ხო, არა, აქ მნიშვნელობა, კაცო, იმედი ყველასთან მაქვს, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მართლა ისეთი ნაკრები ყავს და ისეთი როგორც იქ რა შემდგარი გუნდი ნაკრები ჩემპიონთა ლიგაზე. ხო, რა. მაგაზეც ვისაუბრებთ. მოკლედ, წარმატებებს უსურვებთ. და მადლობა ნიკა კუესკის ქართულ კალაბურთელებს, იტალიასთან და საბაზართან თამაშზე და შემდეგ თამაშებზე უკვე შემდეგ გადაცემაში უსურვებთ წარმატებას და პლეი-ოფზეც იქ ვისაუბრებთ, იმედია. ფეხბურთელებსაც წარმატებები და მოვიდა ის დრო, რომ ნელ-ნელა ხურდება სეზონი და სეზონი ხურდება ჩემპიონთა ლიგის წილისყრა გაიმართა და ვიცით უკვე ის რომ ერთმანეთს დაუპირისპირდებიან გიორგი ქოჩორაშვილი და ხუჭა კვარაცხელია. ხო, მოდი, იცი რა თქვა, სანამ მაგას დავიწყებ საუბარს, აქვე ის აღნიშნოთ, რომ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფები დასრულდა. ყველა გუნდი ვიცით უკვე ვინც ითამაშებს და ვიცით რომ ყავს 4 წარმომადგენელი ჩემპიონთა ლიგაზე, უკაცრავად 5. გიორგი მამარდაშვილი, ხუჭა კვარაცხელია, გიორგი ქოჩორაშვილი, ლუკა გადრანი და გიორგი ზარია. ზარია დინამო ზარია. ზარია ძველი ზარია ხო. გიორგი ზარია, ანუ მოკლედ ესეც რო ვთქვა, კაირაცი გავიდა ჩემპიონთა ლიგაზე ისტორიაში პირველად. ორი ფეხბურთელი, ორი ქართველი. ისტორიაში პირველად, კი, ისტორიაში პირველად გავიდა კაირაცი ჩემპიონთა ლიგაზე, სადაც ორი ქართველი თამაშობს. პლეი-ოფში სელტიკი გააგდეს, ლუკა გადრანი და გიორგი ზარია არიან წარმოდგენილები კაირათის შემადგენლობიდან ჩემპიონთა ლიგაზე. თქვათ მაშინ რომ ლუკა გადრანს და გიორგი ზარიას მოუწევთ თამაში. ქოჩორასთან თამაში არ მოუწევთ. ქოჩორასთან თამაში მოუწევთ. ქოჩორასთან თამაშიც მოუწევთ და მამარდასთან თამაშიც მოუწევთ. მამარდას რამდენად მოუწევთ? არა, მე გეუბნები რომ თან თამაში იქნება. მოუწევთ და იქით კვარა და კვარა აუ ძალიან სასწრაფო იყო წელიწადის დროს PSG-ს საბოლოო ის რომ გამოჩნდა PSG ვის შეხვდებოდა. მოკლედ ვთქვათ, PSG ხვდება ბარსელონას, ბაიერნს, ატალანტას, ლევერკუზენს, ტოტენჰემს, სპორტინგს, ნიუკასლს და ატლეტიკოს. ბილბაოს უკაცრავად. და მე აჩვენეს PSG-ს წარმომადგენელი ვინც იყო იმაზე, აი ესე რო ის და წილისყრას, აი ზუსტად ესე ის და ნუ მოკლედ ძალიან არ გამომართლა. ძალიან რთული ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულები არიან, მოქმედი ჩემპიონები არიან და რატო არა? просто ცოტა ლუის ენკემ აღნიშნა, რომ რადგან მაგათმა სოფლიო საკულოს ფინალი ითამაშეს და მაგამდეც გაუჩერებლად თამაშობდნენ, PSG-ს არ გაუვლია ნაკლები დასვენების დრო. დასვენებაზე არა, წინა სასეზონო შეკრება გუნდს არ ქონია, ანუ ეგრევე ბიჭები დაბრუნდნენ შვებულებიდან და ეგრევე დაიწყეს ლიგა 1-ის თამაში. რაც აისახება გუნდზე პირდაპირ ვიყენთ, რომ ძალიან უხარისხო ფეხბურთს თამაშობს, ორი თამაში იგებენ გასაგებია იქ ნანც მოუგეს და მე მოიგეს მეორე თამაში სახში, მაგრამ ძალიან უხარისხო თამაშები იყო და ცოტა დრო გჭირდება ლუის ენკემ თქვა რომ ფორმაში შევიდეთო, იმიტომ რომ პირამაც კვარას ჯერ ახალი სეზონი ოფიციალურად არ დაუწყია, იმიტომ რომ პირველ ანუ დაიწყო კი პირველი თამაში ითამაშა 10 წუთი, შემოიყვანეს და მეორე თამაში კუნთის ტრავმის გამო აღარ ათამაშეს და არ გარისკეს და ლუის ენკემ თქვა რომ რამოდენიმე თამაში ხშირი იქნება ესეთი შემთხვევები, იმიტომ რომ ბიჭები არიან გადაღლილები, გუნდი არ არის შეკრული, გუნდი არ არის ჩამოყალიბებული და მესმის ყველაფერს რა. კი ბატონო, 16 სექტემბერს დაიწყება საკმაოდ რთული კალენდარი ჯერ არ ვიცით, ხვალ დაიდება უკვე ოფიციალურად
როდის ვის შეხვდება კალენდარი გაიწერება ჩემპიონთა ლიგის, თუმცა თარიღები ეს მოწინააღმდეგეები ხო, ბაიერნი, ბარსა, ატალანტა, ლევერკუზენი, ტოტენჰემი, სპორტინგი, ნიუკასლი, ბილბაო არც ერთი საჩუქარი არ არის. ყვარა და ქოჩურაც კიდე ერთხელ გადაეკვეთებიან ერთმანეთს, კი ბატონო. ბარსელონა და PSG-ს დაპირისპირებას ვნახავთ, რაც ჩემი აზრით, რაც ჩემპიონთა ლიგის ფინალი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ინტერმა დაგვამწუხრა ჩვენ და მე ინტერი როგორ დაამწუხრეს ფინალში მაგაზე ბევრი აღარ ვთქვათ, მაგაზე ბევრი გვაქვს ნალაპარაკი. ჩვენ რამდენიმე მეგობარს გული ეტკინება, ვინც ამ ეპიზოდს მოკლედ, ესეთი ვითარება ვიწყებთ ჩემპიონთა ლიგას 16 სექტემბერს. რაც ძალიან მიხარია, იმიტომ რომ ჩემპიონთა ლიგა მაინც აღარ სხვა შორის ჩემპიონთა ლიგის კლასიკა ბრუნდება. ბარსა ჩელსი. ბარსა ჩელსი, კი. ბარსა ჩელსი იქნება, კი ბატონო, ასევე მოდი ვთქვათ, რომ ლივერპულის მეტოქეებიც აღნიშნოთ. კი, მამარდა, ანუ ლივერპული ბრუნდება ენფილდზე. ტრენტი ენფილდზე, დე ბრუინი ბრუნდება ნაპოლის შემადგენლობაში ეტიჰადზე. და ჩვენმა კოლეგამ და მეგობარმა ანდრო ხელაძემ დაწერა გუშინ სხვა შორის, რომ ჩემი აზრით ორი განსხვავებული დახვედრა იქნებაო, დე ბრუინს დახვდებიან ბუნებრივია უაციებით და სიყვარულით და ტრენტს შეიძლება რომ მოუწყონ ობსტრუქცია და სტენა და ასე შემდეგ. აჰა, არ მგონია, იმიტომ რომ ტრენდს შეიძლება ეგ მარტო იმიტომ ერთ-ერთი მიზეზი მგონია რა, რომ შარშანა ზუსტად ამ დროს სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა, თქვა რომ ჩემი კლუბი ბევრი შემოთავაზება მქონდაო, მაგრამ ჩემი ერთ-ერთი კლუბი ბავშვობიდან ტრენტი ლივერპულში დაიწყო კარიერა და თავიდან ბოლომდე ლივერპულში თამაშობდა და თქვა რომ არსად არ წავალ არანაირი ფული და არაფერი შემოთავაზება ჩემთვის არ არსებობს და არაფერი არ არის იმას დიდებული როგორც ლივერპულიო, მაგრამ აბსოლუტურად სხვანაირად მოხდა ყველაფერი. ჩვენ ხო გვახსოვს ამ სეზონში. ყვარა რომ ბერნაბეუზე ჩავიდა ნაპოლის შემადგენლობაში, ბერნაბეუზე ითამაშა და გიორგი ზარიას და ლუკა გადრანსაც მოუწევთ რეალთან დაპირისპირება სანტიაგო ბერნაბეუზე და ეს არ არის პატარა ამბავი, წარმოიდგინე ამ მოთამაშეებისთვის რამხელა გამოცდილება იქნება. აი რა, ეხლა ვინმე რო არის ფიქრობს, ბოლო 3 წელი ამ პლეი-ოფებამდე ზარიას არ უთამაშია. არ უთამაშია იმიტომ კი არა, რომ ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდება. გიორგი ზარია რაც დინამოდან გადავიდა, აი რა მუდმივად ძირითად შემადგენლობაში თამაშობდა, უბრალოდ ცუდი ტრავმა მიიღო. რის გამოც მე მოუწია სათადარიგოთა სკამზე ჯდომა, მე ამ სათადარიგოთა სკამზე მესამე შესარჩევზე რაღაცა ჩხუბი მოხდა და სკამზე სათადარიგოთა სკამზე იჩხუბა და გააგდეს, რის გამოც ერთ თამაშიანი დისკვალიფიკაცია ჰქონდა და სელტიკთან თამაში უკვე შეეძლო, მაგრამ ისევ ტრავმა და სამწუხაროდ ტრავმის გამო ვეღარ ითამაშა და ანუ არავის არ ეგონოს, რომ გიორგი ზარია და ლუკა გადრანი ლიგაზე არ ითამაშებენ ან რაღაცა. კაირატია, ყაზახური გუნდია, გიორგი ზარია ერთ-ერთი ლიდერია ამ კაირატის. აუცილებლად ითამაშებენ. და აუცილებლად ითამაშებენ და ჩვენთვის კარგი ნაკრებს ისევ კიდევ ერთხელ წარადგება ბიჭები გამოცდილებას ბერნაბეუზე რო თამაშობ. ეხლა წარმოიდგინე, აბა თბილისის დინამოდან წასული ადამიანი რო თამაშობ ბერნაბეუზე. ანუ ისეთი თემაა რა. მოკლედ წარმატებული. ვთქვათ რომ ბარსელონა ჩემი აზრით ყველაზე გრანდებში, პირველი კალათის გრანდებში ბარსელონას ყველაზე მეტად გაუმართლა, შეიძლება ვთქვა. სადღაც უნდა გაუმართოთ მაგათაც ახლა რეალს. იმიტომ რომ ყავთ ლივერპული რა იყო და PSG და ჩელსი გრანდები და აინტრახტი, ბრიუგე, ოლიმპიაკოსი, სლავია, კოპენჰაგენი და ნუ ნიუკასლი გუნდი რომელსაც სადაც ბარსა თქვი იქაც რეალსაც ვერ გულში მოტყვა, მაგრამ მაგასაც ვიტყვი. სიტის ეთამაშებიან ლივერპული, იუვე, ბენფიკა, მარსელი, ოლიმპიაკოსი, მონაკო და კაირატი. ეგაა და ეგ ყველას რო არ ჩამოუყვეთ. კი ბატონო. კარგი, მოკლედ 16 სექტემბრიდან სტარტს აიღებს ჩემპიონთა ლიგა, ახალი სეზონი გახურდება. ფორმატი მეორე სეზონია უკვე, ეს ფორმატია დანერგილი და მე პირადად კმაყოფილი ვარ წინა სეზონის ფორმატით. ის უფრო მირჩევნია, მაგრამ კარგია ეს. უფრო მეტი სანახაობრივი თამაში ვნახეთ. კი, გეთახმებით. და არ იყო ძალების დაზოგვა რა, ანუ ვიღაცა ჯგუფში გრანდი რო სამ თამაშს მოიგებდა, მეოთხე თამაშს არ გამოდიოდა. გეთახმებით, მაგრამ გუნდები უფრო იტვირთებიან, რაზეც მუდმივი პრობლემაა ბოლო პერიოდში. დასვენების დრო ფიზიკურად არჩებოთ და გუნდშემატკივრისთვის ეს ფორმატი უცებ. გვარდიოლა პრეს კონფერენციას არ მაზავს, რომ ეგ არ თქვას, რომ ადრე თუ გვიან მოუკვდებითო. მართლა ყველა პრეს კონფერენციაზე ამბობს, რომ წარმოუდგენელი დატვირთვა მოდის ფეხბურთელებზე, წარმოუდგენელი დატვირთვა მოდის როგორც კლუბის მწვრთნელებზე, ასევე ფიზმომზადების მწვრთნელებზე, ექიმებზე, ასე შემდეგ, იმიტომ რომ 24 საათის განმავლობაში და 365 დღე არიან ჩართული მაგ საქმეში და არ შეგვიძლიაო, ხო, და ეგაა და ეგ. ანუ მაგაზე მოკლედ სეზონი ნელ-ნელა ხურდება, ჩვენც რა თქმა უნდა უფრო და უფრო ჩვენც ვიწყებთ გახურებას. ჩვენც ვიწყებთ გახურებას და აბა
სიამოვნება მივიღოთ სპორტით, მოკლედ. რაც შეეხება დღევანდელ სტუმარს, ხო, მე მინდა რომ მალე გადავიდეთ ევრობასკეტზე, ვისაუბრებთ კალათბურთზე და ისეთი კომპეტენტური ადამიანი გვეყოლება სტუმრად, როგორიც არის ზურათ ალაკვაძე. ზურასთან ერთად განვიხილავთ დეტალურად საქართველოს ნაკრების პირველ ჩატარებულ თამაშს ესპანეთთან და შემდგომ NBA-ზეც ვიტყვით 2-20 სიტყვას, იმიტომ NBA-ზე, იმიტომ რომ მომდევნო სეზონიც ზურასთან NBA-ზე არ საუბარი არ შეიძლება. ზურათ ალაკვაძე შემოგვიერთდება რამდენიმე წამში PAB 44-ში ბავარია სპონსორი, ძმების პოდკასტი, გამოგვიწერეთ, მოიწონეთ ეს ვიდეო, გამოყვებით TikTok-სა და Facebook-ზე და სირცხვილი გითხრა? არ მინახავს ამ წამის მონაცემებით რამდენი გამომწერი ყავს. მე ვნახე. რამდენი ყავს? 1800 რაღაც. ანუ რაღაც 100 რაღაცა ადამიანი გვაკლია, რომ კვარაცხელიას ფორმა გათამაშდეს და ხუჩა კვარაცხელიას ფორმა ხელმოწერით საქართველოს ნაკრების გინდათ გამოიწერეთ. როგორი იყო? კაია. წავედით მეორე ბლოგზე. დაუბრუნდით სტუმართან ერთად და სანამ საუბარს დავიწყებდეთ, მანამდე კიდევ ერთხელ შევახსენოთ ჩვენ მაყურებელს, რომ ვიმყოფებით PAB 44-ში ამ ფანტასტიკურ სივრცეში და მადლობა ამ ადამიანებს ამ სივრცის დათმობისთვის. ასევე ჩვენი სპონსორი არის ლუდი ბავარია და მადლობა ნდობისთვის და მხარდაჭერისთვის ბავარიას აუცილებლად. რაც შეეხება დღევანდელი ეპიზოდის მთავარ თემას, ბუნებრივია, რომ ევრობასკეტი და მით უმეტეს ისე დაიწყო საქართველოს ნაკრებმა ევრობასკეტი, რომ მოგცა ყველას იმის უფლება, რომ თქვათ, რომ რატომაც არა, რომ უფრო შორს და შორს გავიდეთ. გამართული და იდეალური თამაში, ჩემი აზრით ყოველ შემთხვევაში და ჩემი აზრით არ მოგახვიოთ თავს, ამიტომ ბევრად უფრო კომპეტენტური და გამოცდილი ადამიანი იქნება ჩვენი სტუმარი ზურათ ალაკვაძე, საკალათბურთო ექსპერტი, კომენტატორი, სპორტის ჟურნალისტი, მოკლედ ძალიან კომპეტენტური ადამიანი ამ საქმეში. ზურა, მადლობა პირველ რიგში, რომ ხარ ჩვენი სტუმარი, დაგვთანხმდი, მოხვედი ჩვენთან სტუმრად და კარგ თემაზე უნდა ვილაპარაკოთ რა, ისეთი ამბავი მოხდა გუშინ, რომ ხო, ევრობასკეტზე კარგად თამაში და თამაშების მოგება ქონია აქამდეც, იმიტომ რომ მე-6 ევრობასკეტია ჩვენთვის, თუმცა ესეთ მრისხანე მეტოქესთან და მოქმედ ევროპის ჩემპიონთან გამარჯვებას სულ სხვა გემო და ხიბლი აქვს თან გახსნით თამაში რა. დავიწყოთ, მოდი ევრობასკეტი ყველაფერს მე რომ 6 თამაში წავაგეთ. მაგამდე მივალთ, მაგაზე ცალკე ვილაპარაკოთ. ხო. არა, რატომ ამბობიცი რომ რაღაცა სურათი შეგვექმნა, თითქოს ისეთი რომ აი არ შეუძლია ამ ნაკრებს რომ კარგი შედეგი დადოს ევრობასკეტზე, იქ ჯიკიძე იყო სერიოზული პრობლემა და ნუ მაგას მოკლედ და დეტალურად მე გავუვლით რა. პირველ რიგში როგორ ხარ? მადლობა, მოგესალმებით, მოწვევისთვის მადლობა, წარმატება მინდა გისურვოთ. დიდი მადლობა. მადლობა. საინტერესო პროექტში ძალიან ისეთ მიუზიდო, კარგ სივრცეში ვიმყოფებით, პირობას გაძლევთ, ხშირი სტუმარი გავხდები აუცილებლად და ნუ ევროპაზე რა უნდა ვთქვათ, ახლა აქ ორიგინალური ვერ ვიქნებით, ხო? ალბათ, ხო, ყველა ძალიან გახარებულები ვართ, თუმცა სიმართლეს გეტყვით, მოგებას არ ველოდებოდი. ბევრად უკეთეს თამაშს კი ველოდებოდით, არა მხოლოდ იმის გამო, რომ თორნიკე ითამაშებს, არ ითამაშებს, ხო? ამხანაგური შეხვედრა და ამხანაგურის დატვირთვა რადიკალურად განსხვავდება ოფიციალური მატჩებისგან და ეხლა უამრავი მაგალითის მოყვანა შეგვიძლია, რომ ამხანაგურებში კარგი სერია შემდეგ წარუმატებლობით მთავრდება და პირიქით, ხო, რაც ჩვენთვის სასიხარულოა, რომ აი ამხანაგურებში სადღაც ვერ ვქაჩავთ, მაგრამ ოფიციალურებში პირიქით რა, აი ყველაფერი იმაზე იოლად და იმაზე ჰაეროვნად არის, ვიდრე აქ და ნუ მოვიგეთ ახლა და ეხლა უკვე ჯგუფიდან ვერ გასვლის უფლება აღარ გვაქვს, ხო, ეხლა ესპანეთს უგებ, ხო, აი რატო ვერ უნდა მოუგო, ნუ კაი, საბერძნეთი ჩავწიოთ, ხო? ძლიერია. ოპტიმალურად სხვაზე ძლიერია და ობიექტურად სხვაზე ძლიერია, ყველანაირად და ნუ კაი, გავატაროთ საბერძნეთი, თუმცა რატომაც არა, ნუ ვითამაშებთ, ეხლა სასტარტო ხუთეულით ეხლა რო ავიღოთ, საქართველოს ყავს ჯგუფურ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში ახლა სერბეთს და გერმანიას თუ არ ჩავთვლით, მე მგონი ერთ-ერთი საუკეთესო სასტარტო ხუთეული. მთელ ევროპაზე. აი მთელ ევროპაზე, ხო? და რატომაც არა იტალია ახლა არ არის პიკზე, რამდენიმე კარგი მოთამაშე არ ყავთ. ბოსნიას, ნუ კაი, ყავს ის ნურკიჩი, ნურკიჩია, ხო, ახლა არც ჯაბარია, არც ჩაკია, ახლა ნურკიჩია, ხო და ჩვენ გოგა ყავს რა.
შეიძლება ნურკიჩთან რაღაც ხო ანტინურკიჩული რაღაც კარგი მოძრაობის წამოწყება იქ და თანიქაც მუსა არ არის სასტარტო 10-ეულის 5-ეულის თუ არა კიდე ორი კაცი არის ტრაუმირებული და სხვის მინუსებზე რო არ ვისაუბროთ და მარტო ჩვენ პლუსებზე ვისაუბროთ, მე მგონი ესე უფრო სასიამოვნოა. კი ბატონო, ჩვენთვისაც. ეხლა ვერ უგულშემატკივრებ, რო ტრაუმა მიიღოს რა სეზონის განმავლობაში. მე მირჩევნია, ვისაც შევხვდებით, როგორც ხარ მოუგეთ და ეხლა მიწისძვრაში ფეხს მოიტეხავს, თუ მანქანა დაარტყავს თუ რაღაც შეუძლებლობა ხდება, ეგ რაღაც მე მგონი არასპორტულია ცოტა და როგორც ვართ, გავიდეთ და მოუგოთ და ბოსნიასთანაც შესაძლებელია. და როგორც გუშინდელმა თამაშებმა გვანახა, იტალიაც არ არის რაღაც რუბიკონი, რომლის გადალახვა სადღაც პრობლემა უნდა იყოს. რა, აი, ნამდვილად არ არის. კი ბატონო. კვიპროს რა ვიცი, ხო, ჩემი მეგობარი არის, ძალიან ახლო ადამიანი, ერთ-ერთი ორგანიზატორი კვიპროს კალათბურთის ფედერაციაში, ვინც აკეთებს და ეხლა, მასაც უთხარი რა, ეხლა ცენტრი და ეხლა გამთამაშებელი ერთი სიმაღლის ყავთ რა, ფიკულად და ეხლა ნომრებით არჩევენ უბრალოდ, ხო ხვდები და კვიპროს უნდა მოუგოთ რა, ჩვეულებრივად რა. კვიპროსი არის მასპინძელი და მასპინძელია და ძალიან ბედნიერია რომ მასპინძელია. კი, ხო, ეგა, მაგით შემოიფარგლებია. ძალიან ბედნიერია, თქვენ ვერ წარმოიდგენთ როგორი ბედნიერია, აი ყველა ბერძნულ მხარეშიც, ლიმასოლის და თურქულ მხარეშიც ორივე მხარეშიც ყველა ძალიან ბედნიერია, რომ მათი ქვეყანა არის მასპინძელი. მორჩა. ჩვენი ამბავი ევრობასკეტის მასპინძელი. გუშინ ბოსნიასთანაც ძალიან შეეწყოთ, რომ აი ძალიან სხვა დონეზე არიან. არ არიან იმ დონეზე, რომ ევრობასკეტზე გამოვიდნენ იმისთვის, რომ ჯგუფიდან გავიდნენ. ეგრე ჩანს. ხო, ერთადერთი შანსი კვიპროსისთვის ამ ტურნირზე გამოსვლა იყო მასპინძლობა რომ მოიგო და ეხლა მოიგეს ეს მასპინძლობა. კარგი მათთვის, კარგი დაკმაყოფილდნენ ამ ხო, რა, ნუ გლობალიზაციისთვის და პოპულარიზაციისთვის ზოგადად კალათბურთის კვიპროსი კარგია. სხვა რა გითხრა. კი ბატონო. ერთი როგორც აი ლევანჩომ სანამ დავიწყებდით ეს დეტალურად საუბარს, ლევანჩომ თქვა რომ სურათი რო შევქმნათო წინა 6 მატჩი მოსამზადებელი ეტაპის და ხო, როგორც შენ აღნიშნე რომ შეიძლება არანახო ის თამაში და მე კბილად გააგრძელო უკვე ოფიციალურ თამაშებში. ეს არის ძალიან სერიოზული კრიტიკა და რაღაცა ცოტა ზედმეტიც შეიძლება რაღაც მომენტში იყო როგორც ჯიკიჩის მისამართით ისე მოთამაშეების მისამართით და ეს სხვა შორის გუშინ გოგამ აღნიშნა კიდეც მატჩის შემდგომ ინტერვიუში რომ ჰეითი მოდიოდა ჩვენზე ძალიან დიდიოდა და ჩვენ დავამტკიცებთო რომ ეს мотивაციად მივიღებთ ამ ყველაფერს. მოდი ვთქვათ იმ წინა 6 თამაშზე იყო პოლონეთი იყო, ჩეხეთი იყო, ლატვია იყო, ליეტუაც იყო ხო და ჩეხეთთან და პოლონეთთან იყო დახურული თამაშები. ხო, ორ-ორი რა. იქ გამოჩნდა კარგად რომ თოკოს გარეშეც ძალიან სხვა ნაკრებია, მოდი პირდაპირ ვთქვათ. მიუხედავად იმისა რომ NBA-ს ორი მოთამაშე ყავს, მიუხედავად იმისა რომ ყავს შერმადინის სუპერ გამოცდილი მოთამაშე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. თოკოს ფაქტორი გამოჩნდა, რას ნიშნავს გუშინ თოკოს ფაქტორი რა. აი ამაზე ვილაპარაკოთ, თოკოს გარეშე ნაკრები და თოკოსთან ერთად ნაკრები. ხო, თოკო ზოგადად ხა აუც ნუ ეწყინება, ნუ რა ვიცი, ნუ ჩემი აზრი ეს არის, თუ უნდათ ეწყინოთ ხა რა გავაკეთოთ. აი დამოუკიდებელი ქართული კალათბურთის ისტორიაში მე თოკოზე ძლიერი მოთამაშე ნაკრებში არ მახსოვს. მე არ ვამბობ რეგალიებით, ხო, ეხლა NBA-ის ორგზის ჩემპიონი ყავს ზაზა და უდიდესი მიღწევაა, მაგრამ ნაკრებში როგორი ხარ და კლუბში როგორი ხარ, ორი რადიკალურად განსხვავებული თემაა, ხო? და ნაკრებს გაცილებით მეც აძლევს თოკო. გაცილებით მეც და აი ვერც კი შევადარებ მის როლს, მის დატვირთვას, ღმერთმა ქნას ეს შეიცვალოს, მაგრამ მე ჯერ ვერ ხედავ ვერავის, ხო? ეხა სხვებისთვისაც, ხო, ძალიან დიდი мотивация არის ის, რომ ის გუნდში ყავს, ხო? იწყებს ამთავრებს რა დოზით ისვენებს, ხო, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ის შენს გვერდით არის, ხო? ანუ ის თუ საკუთარ თავს არ აძლევს დასვენების უფლებას და არ ინდობს იმ პრობლემების, ხო, ეხლა 13 ჩარევა დასჭირდა სერიოზული თოკოს, ხო? და ამის ფონზე რო ხედავ რომ ის იქ არის, ხო? მე მგონი შენ უფლება არ გაქვს რომ რაღაც დონეზე დაბლა დახვიდე რა. ეხლა მე არ ვამბობ იმას რომ სადღაც შეიძლება სიხარული თუ პირიქით რაღაც
იმედგაცრუებით მიიღო ტექნიკური კალათბურთია და მოსულა ეგეთი რაღაცეები, ხო, ხა ემოციური სპორტი არის რა. ვერ იდგები იქ რაღაც 24 საათი უემოციოთ, როგორც ბიატლონის სასროლეთზე რო გადიხარ, გააფუჭებ და წადი 1 წუთი ისრიანი, ხო? აქ ჩვეულებრივი მომენტია რა, კაი, ერთ მომენტში დააღალა და მე მიდი და აკრიფე რა და რისი თქვა მინდა რომ თოკო ჯერ ერთი ყველაზე სანდო მოთამაშეა ჩვენ ნაკრებში. ხო, შეიძლება ცუდი პროცენტი გქონდეს, შეიძლება სადღაც შეცდომა დაუშვას, მაგრამ შენ ხედავ რა მონდომება მოდის მისგან რა და ეხლა ეს მონდომება და ლტოლვაც რა და ეხლა ლტოლვა ჩანს განწყობაში, მონდომება ჩანს თამაშში. და ეს ყველაფერი შენ ძალიან დიდ ბუსს გაძლევს რა. აი, ძალიან დიდ ბუსს გაძლევს, აი, შეუდარებელს რა და რო დაიწყო თოკომ, კაი, დაკარგა ერთი, ვერ ჩააგდო მეორე, ხო? სადღაც დაცვაში ვიღაც შეიძლება ვერ დააზღვია დროულად, ეს სათამაშო მომენტებია, რაც მომენტალურად გამოასწორა ჯერ ერთი ყოველთვის მეორე კაცი გადადის თოკოზე. ის რაც სტატისტიკაში არ აისახება, ხო? მე ძალიან ბევრ მეორე პასს აკეთებს თოკო, რაც ასევე სტატისტიკაში არ აისახება, ხო? როგორ უნდა აისახოს ახლა, ხო, მაგრამ იმ ერთი პასით ის სწორ მიმართულებას აძლევს შეტევას და მე აი კოლეგებსაც მინავთ, ხო, რომ აი მაინდა-მაინც სტატისტიკით, ხო, აი ნუ შეაფასებთ რომელიმე მოთამაშის როლს, ხო, იმიტომ რომ ეხლა სიტყვაზე აი ვინ ავიღოთ, ხო? ერთ სიტყვი შეიძლება შეგაწყვეტინოთ სტატისტიკაში, რატი ანდრონიკაშვილს გუშინ ეხლა ისეთი სტატისტიკა არ ქონია, მაგრამ ისეთი ჯარიმა აიღო ერთ მომენტში. 100%-იანი ორი ქულა, კი, 5 ქულა იყო სხვაობა და იმან ორივე თუ ერთი გააფუჭა და მე წამოვიღე შეტევა და მე მგონი ის შეტევა იყო გოგომ რომ სამიანი ჩააგდო რა. აი, ეგეთი მომენტები, რომელიც სტატისტიკაში არასაც შენ ამბობ, ხო, რატიზე ვამახვილებ, აი ძალიან ჭკვიანური ჯარიმა აიღო რა, ძალიან. ხო, ნუ იცი რა არის, იმ ფაზაზეა ეხა ნაკრები გასული, რომ მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს მწვრთნელმა ყველა მოთამაშის ძლიერი მხარე და არა რომელიმე აქცენტირებული ლიდერის ძლიერი მხარე, იმიტომ რომ ეს ამ შემთხვევაში მე მგონი ცოტა არასწორი იქნება, იმიტომ რომ ყავს რა, ეხლა ყავს მოთამაშეები, ვისაც შეუძლია შესრულება, ხო? ეხლა სანდრო ერთ-ერთზე თამაში გაცილებით კარგია, იყო შეტევის დროს, მაგრამ ჩვენ გუში ვნახეთ, რომ შექმნაში, ხო? სანდროს ძალიან მომატებული აქვს, აი ძალიან მომატებული აქვს რა. მე დარწმუნებული ვარ და ძალიან მიხარია რომ ამაში კარგი გაგებით შეგვიძლია დავადანაშაულოთ მისი პერიოდი სან-ანტონიოში. იმიტომ რომ ძალიან წინ წავიდა სანდრო, აი საკალათბურთო IQ ისაც მაღალი ქონდა, მაგრამ აი სწორი მიმართულება რომ იცეს ხო ამ IQ-ს, სად პასი აიღოს, სად გაატანოს ბურთი, სად მიიღოს სწორი გადაწყვეტილება პაუზის დროს, რომ სხვა გაიხსნას, ხო? ანუ ახლა ყველა ამ ეპიზოდს შეგვიძლია განვიხილოთ, არ არის პრობლემა, თო მახსოვს ახლა ძირითადად გუში რაც მოხდა. ყველაფერი, მაგრამ უბრალოდ ვიდეოს დავკარგავთ, მე მგონი და მოკლედ სანდრო გოგას აი აკრიტიკებენ რის გამო მართლა ვერ ხვდები როგორ უნდა გააკრიტიკო, იღებს ჯარიმებს, ყველა იღებს ჯარიმებს. გააჩნია იმ მიღებული ფოლის მერე რა რეაქციაა მას თამაშის დროს, ეხლა თუ ზედიზედ 3 ჯარიმა მიიღო, თუ მოხსნა წააგო, თუ ვერ ჩააგდო 3 წამიანიდან რაც მას შეუძლია და ასე შემდეგ, ხო, კაი, გააკრიტიკე რა, მაგრამ ჯარიმა მიიღო, დააფარა. ჯარიმა მიიღო, სამიანი ჩააგდო კუთხიდან, ამოიტანა ბურთი დააკარგინა, ჯერ მე გუშინ არ მე სტატისტიკას ვინ თulis, იქ ვინ იჯდა. სტივანდერი ხო არ უზით, იქ ეხლა ორჯერ დააფარა პირველ ტაიმში და ბლოკშოტი არ ეწერა, ბლოკშო არ ეწერა, ხო, პატასთან ერთად უყურებდი გურასპაულთან, ნუ ეჭვი გაგვიშთა რომ ან სტივანდერიზის, ანუ არის შემთხვევაში ეხლა ემოციური ყურება გექნებოდა პატასთან. მაგარი ძალიან პატასთან, კალათბურთს ყურება ყველაზე მაგარი რამე არის. აი მართლა ყველაზე მაგარი რამე, აი ისე ავალად განიცდის რაღაც რა, ყველაზე უემოციო ტიპი რო იყო, შენც აი შედიხარ რა პროცესში რა და მაგას ვამბობ რა, აი გოგასაც ხო, მე ჩვენი ლეგიონერი არ არის აუცილებელი მათ მხოლოდ იმიტომ რომ ლეგიონერის სტატუსი აქვს, რომ მან ითამაშოს ისე, როგორც ალენ აივერსონმა, ხო? საერთოდ არ არის საჭირო. ისიც ხო გააჩნია, აი რას მიცემს სხვებს რა და აი წეღან ვამბობდი ხო, აი ორი მოთამაშე, ვის გარშემოც გუნდი ყოველთვის ხდებოდა უკეთესი, აი ყოველთვის
NBA და ევროლიგის მაგალითი ავიღო, ევროლიგა რო ავიღოთ, ეს არის დიამანტიდისი, რომელიც არასდროს არ ყოფილა ჩემი საყვარელი მოთამაშე, როგორ უნდა ყოფილიყო, ეხლა პანათინაიკოსში იყო, პანათინაიკოს CSKA-ს უგებდა, CSKA-ს მე გულშემატკივრობდი და ეს ცუდი ჯაჭვი მიდიოდა, მაგრამ ნუ დიამანტიდისი იყო რა. აი ტიპი იყო პროფესორი და მოედანზე რო იდგა, შენ უკვე იმის იმედი გქონდა, რომ პანათინაიკოსი იმონაკოც არ წააგებს და საბერძნეთის ნაკრებში ეხლა, ხო, ლებრონის საბერძნეთს ამერიკას მოუგეს ბოლოს და ბოლოს, მაგან და პაპალუკასმა. და მეორე მოთამაშე, რომლის გარშემოც ყველა უკეთესი იყო ტიმ დანკანი. ხო, ტიმ დანკანი. აი ყოველთვის, ხო, აი პირველი სეზონიდან ბოლო სეზონამდე იყო იმ გუნდის ლიდერი, რომელიც მინიმუმ 50 მატჩს იგებდა რეგულარულში. ანუ რა გუნდი ყავდა თან? ყოველთვის თან ყველა იცვლებოდა, ანუ ბირთვი ეს ხო, მანუ და ტონი სანამ დაემატებოდნენ, ყავდა ადმირალი, რომელიც ბოლოში ყავარჯნებით თამაშობდა, იმიტომ რომ ნუ ეხა ხო ასაკი რა, ხო ხვდები და ყავდა ვიღაც ცენტრები ყავდათ, რომლებიც აი რა ვიცი, მარტო იმიტომ გახდნენ ცნობილები, რომ იმ გუნდში იყვნენ, თორე იმიტომ კი არა რომ ითამაშეს. ხო და მაგას ვამბობ რა და თოკო ყავს შენ ეგეთი. ყავს თოკო ეგეთი, რომლის დამატება იყო აი უდიდესი ისევ და ისევ როგორ არის ბუსტი ქართულად. ხო, ბუსტია რა. აი როგორია იცი გუშინობს. мотивациაც, მაგრამ мотивациაც აი არა, რაღაცა ცოტა ისე თქვათ ეს თქვა რა. ხო, ნუ რა ვიცი, მე ხო ქარიზმა, აი რაღაც ქარიზმას შემოაქვს. ყველაფერი შემოაქვს. თან კაპიტანია, თან ისა გუშინ ბოდიშის ურა ძალიან მაგარი სიტყვები თქვა. იმან რა ქვია, თოკომ თამაშს მე რომ ძმებო, გასახდავს. შენ პირდითო რომ თამაშ ესე გავაგზელებთო და მე გპირდებითო რომ სოფლიოს გავაოცებთო რა ამ ევრობასკეტს. აი ეგეც ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი სიტყვები ალბათ უფრო დიდ мотивაციას გადლევს, უფრო ტანში გივლის რაღაცა განდომებს იმას რომ გაახვიდე და ყველას და ყველაფერს მოუგვე ხა. ესმის რაღაცა რეალობას უნდა გავუსწორო თვალი და ისიც მე პირადად იმასაც ვიტყვი რომ ეს ესპანეთი ამ საუკუნეს ესეც უთი ესპანეთი არასდროს არ ყოფილა ჩემი აზრით რა თქმა უნდა სოფლიოებს იგებდნენ და ორჯერ არა რა თქმა უნდა უბრალოდ რეალობა ჩემი აზრით ეგეთია და ზურა უფრო ადეკვატურია რად და უფრო გამოსტილი არის ამ საკითხში და უფრო კარგად ილაპარაკებს ამ ყველაფერზეც რა უბრალოდ წერა მინდოდა მაკითხვის დასვა რომ ესპანეთის ნაკრებზე რო თქვათ ერთი-ორი სიტყვა, ოღონდ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე ვინმე სანამის მონდომებას და მოგებას ვაკნინებ. უბრალოდ მართლა ჩემი აზრია ეგეთი, იმიტომ რომ პირდაპირ ვთქვა, კალაბურში მე ძალიან კარგად არ ვერყვევი და მაინტერესებს შენი აზრი ამ ესპანეთის შესახებ. აი, მოდი, რას ვთქვი, იცი, ჯერთი აი ტურნირის დაწყებამდე, ახლა მქონდა ახლა ყოველდღიური კომუნიკაცია თქო, არა, ახლა ყველას თავის საქმე აქვს, ხო, ჩვენ ესპანელ კოლეგებსაც მათ შორის, მაგრამ არ ქონდათ ამ ჩემპიონატის წინ არანაირი მოლოდინი. აი, უბრალოდ მოლოდინი არ ქონდათ, იმიტომ რომ ფაქტია, რომ თაობათა ცვლა ამ ნაკრებისთვის ისე ადეკვატურად და სურვილისამებრ ვერ წავიდა, როგორც ყველას უნდოდა, იმიტომ რომ ჯერთი ვარსკვლავები არ ყავს. ვინ ყავს ვარსკვლავი? არც ერთი ერნან გომესი არ არის ვარსკვლავი, მანამდე ამ NBA-დან ორივე წამოვიდა. ხო, მანამდე ამ პოზიციებზე ყავდა ორივე გაზოლი და იბაკა, ხო? ალდამა, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს, ხო, ვარსკვლავად არა, ყველაზე კარგი მოთამაშე ამ ნაკრების იყო, გუშინ ბაატას ცუთხარი ტრავმირებული არის. ტრავმირებულია და როგორც თოკო, ხო, აი მონაკვეთიდან მონაკვეთს თამაშობს, სრულ დატვირთვას ალდამა ვერ იღებს. ხო, მაგრამ ნუ პლუს არ არის მათი მთავარი ლეგიონერი, ხო, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე დაგლიჯა უბრალოდ, ხო? ლორენცო, ხო, რომელმაც დაგლიჯა არ აყავთ, ხო? ანუ ჩათვალე პლეიმეიკერის გარეშე არიან, ორი კარგი ბავშვი ყავდათ, ერთი ამერიკიდან ჩამოიყვანეს, მეორე აქ იპოვეს სასწრაფოდ და ისინი ავსებენ, მაგრამ მე რის თქმა მინდა იცი, შედარებისთვის, აი შენ ვინ ყავს? აი ხუთი მოთამაშის შემდეგ, ხო? თუ ესპანეთზე ვამბობ, რომ არ ყავს არავინ, შენც არ ყავს იმ დონის ვინმე, რომ სანდროს, გოგას და მით უმეტეს თორნიკეს ბოლდვინთან ერთად თავისთავად არ გამომჩეს ვინმე ბურჯანაძე, რომელიც ძალიან კარგი იყო. გუჩინ კარგი იყო, კი. ძალიან კარგი იყო. სანაძეც ძალიან კარგი იყო. ხო, აი ხო, ნუ სანაძე, ხო, სანაძესაც ეხლა არ საუბრობს არავინ, მაგრამ ეხლა 2 წლის წინ ისეთი სერიოზული პრობლემა აღმოაჩნდა ჯანმრთელობის, აღარ მინდა ამაზე საუბარი. მე მიკვირს საერთოდ მოედანზე რო არის და ეხლა თორნიკეზე თუ აღნიშნავთ, რომ ხო, არითმია ძალიან რთული რამეა და რაღაც, ხო, დუდას არანაკლებ სერიოზული რაღაც
დაუდგინეს და მე კიდე ერთხელ ვამბობ, აი მიკვირს რომ ის თამაშობს და პლუს ესეთი დატვირთვებით, ასე რომ თოკოს რა თქმა უნდა თავს უხრით ყველა, მაგრამ დუდასაც რა იმსახურებს ეს ბიჭი, იმიტომ რომ ზოგჯერ საერთოდ ვარჯიშს ვერ ახერხებდა, არ შეიძლებოდა და იმიტომ, მაგრამ სმენია თქვენ ბიჭებო, საერთოდ რომ დუდა სადმე ეწუწუნა, ან მიზეზზე ესაუბრა, არა, უბრალოდ გადის და რასაც შეუძლია აკეთებს რა. და ესეც ძალიან დასაფასებელია და სხვა მოთამაშეებზე იმის თქმა მინდა რომ მე აბსოლუტურად ყველას პატივს ვცემ ახლა 2 წლის წინ ვიყავი ქუთაისში მუშაობდი რა და იმ დროს გახდა ქუთაისი პირველად ჩემპიონი და რა თქმა უნდა უდიდესი დამსახურება იყო კოტეტუღუშის უდიდესი დამსახურება მე დარწმუნებული ვარ ვერც ერთი სხვა მწვრთნელი ამ შედეგს ქუთაისთან ერთად ვერ მიაღწევდა იმიტომ რომ კოტე გახდა არა მხოლოდ კარგი მწვრთნელი, საუკეთესო მოტივატორი, იმიტომ რომ იგივე ოჩხიკიძე კაი ბიჭი იყო ბათუმშიც, მაგრამ ბათუმში იყო ერთ-ერთი ვინც ხანდახან თამაშობდა, ქუთაისში გახდა ნაკრების წევრი, ეგრევე. სულაბერიძე, რომელიც კარგი იყო, მაგრამ ხო, დაგლიჯა ბიჭმა საერთაშორისო დონეზე და პლუს თამაშობდა ასაკობრივს ქუთაისს წარმოიდგინეთ. თამაშობდა სუპერლიგას, თამაშობდა თასს, თამაშობდნენ ნაკრებში ესენი. ანუ 4 ტურნირი მოუწიათ რა და თამაშობდა ევროპის თასს რა. ხო რა, მაგის თქმა მინდა რომ დატვირთვა კი არის და ეს ბიჭები იზრდებიან, მაგრამ ნუ აი რეალისტები ვიყოთ რა. ჯერ არ არიან მზად ეს ბიჭები იმისთვის, რომ თუნდაც ესპანეთთან აი ვინც გინდათ გუშინდელი თამაშთან დაასახელეთ ერნან გომესის ორივე ერნან გომესის და ალდამას გარდა. აი ნებისმიერი დაასახელეთ და აი სუპერლიგის მოთამაშე ჯერ არ არის მზად მათთან კონკურენტუნარიანი თამაშისთვის. ხო ეხა გვინდა არ გვინდა ეს სიმართლეა, მაგრამ მონდომება ხო ჯინჭარაძე როგორ შემოდის ვარჯიშებზე და თამაშებზე როცა საშუალება როცა აქვს ძალიან მიყვარს ილო ლონდარიძე, აი არაჩვეულებრივი ადამიანია. საოცრად დადებითი და ნაკრებისთვის საჭირო, ხო, ეხლა შენ რაღაცის გამო ნაკრებში არ მიგიწევენ ზედიზედ 4 ციკლში, ხო? ჭირდება ესე იგი ნაკრებს, ჯერ ერთი ძალიან კაი სპარინგი არის პლუს ბიჭებისთვის და საოცარი აურაში აქვს რა და ხო და ამის თქმა მინდა რა რომ ეხლა ესპანეთს კი კრიზისი აქვს და არავინ არ ელოდა, მაგრამ შენც არ ყავს ბევრი ვარსკვლავი რა. კი ყავს ხუთეული ძალიან მაგარი და მე ძირითადად ჯიკიჩი ფიქრობს იმაზე, რომ ზიანი არ მიაყენოს აი ხუთეულის დატვირთვას, გიო შერმადინი არ გამომჩა, მაგრამ ნუ გიო შერმადინის ხუთეულის კაცად განიხილავ რა, ეხა შერმადინი ბითაძე ხო ეხა გოგა არის, გოგას პიკია სანაკრებო, მაგრამ გიოც ხო იქ არის, ხო? გიო რა ვიცი. ნუ ლეგენდაა ცალსახად, ხო, ქართული კალათბურთის აი საოცარი წევრი არის ისტორიულად რა და კიდე რაღაც ფაქტორებმა შეუშალა ხელი რაღაცის გამო მე ამაზე საუბარი საერთოდ არ მინდა ნაკრებში წინსვლას გულისხმობ გიოს, მაგრამ ნუ ესე იყო ალბათ იმ მომენტში საჭირო, მაგრამ შერმადის გაცილებით მეტი ეთამაშა ჩემი აზრით და გაცილებით მეც მიაღწევ და ესეც ჩემი აზრით. ასე რომ ესპანეთს მოლოდინი არ ყოფილა, ეხლა ვიტყვი, მაგრამ ესპანეთია. რა თქმა უნდა. ესპანეთია რა. მოქმედი ევროპის ჩემპიონი. ხო, ესპანეთია და ვინც თამაშობდა, გინდა ისპარა, გინდა ნებისმიერი სხვა, ხო? ბრიზუა, ხო, ვინც გინდა ნებისმიერი, აი დაადე ხელი იმ ორი ბავშვის გარდა, ვინც გუშინ ნახეთ, ხო? მე პირველად ნახე ის ორი გამთამაშებელი. სადუნა 18 წლის ხო, სადუნა მენახა, ეხა არ თქვენ თუ ნანახი გაქვს? არა. მე არსად გუშინ. შენ თუ არ გაქვს ნანახი ჩვენ. ხო, გუშინ ნახეთ რაღაც, ჩავიფიქრეთ რაღაც რეპორტაჟის დროს პირველად ხო იცი რაღაცას რო ხედავ რა რაღაც რა და ეხა ხო და ნუ მაგრამ ესპანეთია და მე დარწმუნებული ვარ ესპანეთი იტალიას რატომღაც გონია მოუგებს ბოსნიასაც ესპანეთი ხა კიდე უფრო საშიში იქნება ბუნებრივია იმიტომ რომ ერთი სხვაობა აღარ უცხობს 14-იანი სხვაობით არის ხო ნუ აი კუთხეში ხო დავაყენეთ და პლუს რაღაც დავამცირეთ სხვაობით რა და ხო რა და არ არის შეჩვეული ეხლა ძირითადად ესპანეთი უკეთებდა ხო ამას ყველას ხო მაგრამ აღარ ყავს ხო არც კალდერონი, ნუ ნავარო მანამდე. ლული, სერხიო, რუდი, ორივე გასოლი, იბაკა, ეს რა კაცი ჩამოვთვალეთ, ვინც ხო იცი როგორ, აი ხელშეუხებელია დიდების დარბაზში რო შევა, ხო? კი და არანაკლებ
მნიშვნელოვანი ხალხი კიდე უკან ყავს რა, უყავდა მაგ ხალხს. ხო, ნუ ეხლა ჩვენ მე არ ჩამო ვიღაც გამომჩა ეხლა უბრალოდ გული მწდება ვიღაცას ვერ ვიხსენებ. რიკი რუბიო რას მე თვითონ მიროტიჩი ყავდა. ნუ მიროტიჩი ყავდეს. მიროტიჩი სადაც არის ზოგადად ის ვერც ერთ-ერთი გუნდიდან ნაკრები ვერ იგებს. ერთხელ გავუმართლა ესპანეთს. მიროტიჩმაც ვერ აზარალა იმდენად, იმიტომ რომ იმდენად კარგი იყო. იმდენად შემდგარი გუნდი იყო. ხო, 2009-ში მოიგო მიროტიჩმა ერთადერთი დიდი ტიტული კარიერაში. იმიტომ რომ არც საკლუბოზე, არც ისე მიროტიჩს არაფერი განსაკუთრებული არ გაუკეთებია. ბაბლში შეეძლო მოგება და თორნიკე მოუგო. თორნიკე მოუგო მაშინ ხო ბოლო თამაში და გახდა თოკო ჩემპიონი რა და მაგის თქმა მინდა მოკლედ და ესპანეთს ვაცადოთ ახლა ესპანეთს ვერ განვიცდი ახლა ალალად გეუბნებით ახლა ვერ განვიცდი ახლა ესპანეთის წარმატებას და არ გამიხარდება ესპანეთის წარმატება წარუმატებლობა აი ადეკვატურები რო ვიყოთ ნუ მოიგებს ხო მოიგოს რა როგორც იქნება რა არა უკვე ჩანს ფართო სურათში რომ შორს ვერ წავლენ ხო მეც ესე მგონია იმიტომ რომ რა ვიცი ალბათ გავისაუბრებთ ხო პროცესში სხვა გუნდებზეც მაგრამ კი აუცილებლად მე სხვა გუნდების წარმატება ისიც კვეთაში თუ არ იქნება საქართველოსთან ხო უფრო მესი ამონება იმიტომ რომ იქ ჯერ ტიპები არიან ვისაც ისე გულშემატკივრობ რა ხო და ამ ესპანეთში არავის არ გულშემატკივრობ არავის გული არ დამწყდება სადაც უნდათ გავიდნენ ჩვენ ხელს ვეღარ შეგვიშლიან იმიტომ რომ ესპანეთზე ეს ველაპარაკოთ მაგას არა ხო ნუ ანუ მოუგე ანუ არ ხო მაგას ვამბობ მაგ გამოსახედავ მოუგე მორჩა ახლა ესპანეთმა ხო აი გუში მქონდა მიმოწერა სპორტულ ჟურნალისტთა საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტთან ჯანი მერლოსთან და ჯერ მოიწერა great და ყოჩაღო მე ნუ მადლობა გადაუხად საერთოდ არ მეგონა ეხლა თუ უყურებდა იტალია ესპანეთი საქართველოს ესპანეთს ხო და იტალიის არ ემზადებიო და კალად ევროპაო და გიყურებთო რა და ნამდვილად არ მეგონაო რა მე უსურვე რომ იქნებ საბერძნეთს მოუგოთ თქო მაგრამ ეს უფრო სურვილი იყო ხო იცი ხელი ხელს ბანს რა რომ მომილოცა მოულოცე რა მაგრამ საბერძნეთთან მე მიუწერე რომ დღეს ალბათ გაგიჭირდებათ და მე ჩვენს გარდა ყველას მოუგეთ თქო რა ეგრე ხო ჩავრჩებითო და ნუ რა ვქნა ეხლა მეთქი ნუ ჩარჩიტა ხო რა უყო ეხლა რა მოგვილოცა ყველას მოკლედ ჯანიმ ნამდვილად საოცრია არა ხო ჩვენ ჯგუფში ნუ საბერძნეთი ცალსახად გამოკვეთილია რა ცალსახად გამოკვეთილია მით უმეტეს გუშინდელი თამაშების მერე საბერძნეთი ნახოთ იტალიასთან რა იქნება ხო თქვათ ის რომ ეს ეპიზოდი სამშაბათს დაიდება და უკვე იტალიასთან და საბერძნეთთან თამაში შესაძლოა მოტოვებული კონდეს უკვე მაგრამ ამაზეც ვიტყვი ის ორი ძალიან მნიშვნელოვანი თამაში ალბათ თავარი ორი თამაში გვაქვს ბოსნია და კვიპროსი ხო რა ეხა უკვე ისეთ მდგომარეობაში ვართ რომ ჯგუფიდან ვერ გასვლა უფრო რთულია ვიდრე აი ზურამ რას თქვა უფლება აღარ გვაქვს ჯგუფი და ვერ გასვლის ხო ნუ კვიპროსთან ახლა მოგებული გვაქვს ხო ალბათ რა უნდა მოხდეს კვიპროსთან ახლა არაფერი არ უნდა მოხდეს კალათბურთით არ წავაგებთ და ახლა რამე სხვა სახეობაში მოგვიდოს კვიპროსმა ახლა რა ვიცი ხო აი ეხა ფიქრობ და რაში უნდა მოგვიგოს კვიპროს არ ვიცი რაც სამაგიდო თამაში ხო ალბათ ეგეთი სადაც უფრო გაწაფულები არიან რაღაც ხო იმიტომ ფეხბურთში ეგენი ვერ მოგვიგებენ რაგბიზე ალბათში აგემუნახავთ რას იზავენ ეხლა დალახადე წავიდა მაგრამ ჩვენ მაინც მაგაცე მეცავწევთ კი უიტყვი ხო რა და ეხლა ყველაფერში ხო ნუ რა კვიპროსი ხარ კვიპროსში იყო ბასილოს ვერ მოუგეს გონი ეხან და ბასილოსაც ვერ ერთ-ერთი კვიპროსი ვერ მოუგეს ვიდეო არა კვიპროს ერთი ყავდა ჩოგბურთში ძალიან მაგარი იყო ათეულის წევრი იყო 2 წელი ბაღდატისი მაგრამ ხო მაგრამ ეხლა ვამბობ რა არა ეხლაც ვერ მოუგებს ნიკას მიუხედავად იმისა რომ ნიკას პრობლემები აქვს ფიზიკური ეხლაც ვერ მოუგებს ვინ გონია ზურამ თავარი ფავორიტი ტურნირის შემადგენლობით სერბეთი ხო იმიტომ რომ აი ვინც ყავს ხო ყველა ყავს მოთამაშე სახელით კი პლუს ყავს იოკიჩი ეხლა მე არ ვიცი თუ არსებობს საერთოდ კალათბურთო სამყაროში ადამიანი ვისაც იოკიჩი არ მოწონს არ ვიცი შეიძლება არსებობს ხო მე ეჭვება ხო ნუ როგორ შეიძლება არ მოგწონდეს იოკიჩი პრინციპში შეიძლება სხვას უფრო გულშემატკივრობდე ხო და მე სხვას უფრო გულშემატკივრობ მაგრამ ეხლა იოკიჩზე როგორ უნდა თქვა რომ რაღაცაში არ მოგწონს ყველა სრულყოფილი მოთამაშე არის იოკიჩი ცალსახად კი ხო და ნუ ამ ჩემპიონატზეც იქნება სერბეთი და იოკიჩი მთავარი ფავორიტები
სლოვენიის გულშემატკივრებს მე ბოდიშს გიხდით, მაგრამ ესეთი ცუდი სლოვენია, თუნდაც ლუკასთან ერთად არ ყოფილა მას მერე რაც სლოვენიამ ევროპა მოიგო და მანამდე კოკოშკოვთან ერთად. ხო, კოკოშკოვთან ერთად და მანამდე სხვათა შორის, ხო, ეხლა კოკოშკოვამდე სლოვენია გავიდა, სამჯერ მეოთხედფინალში იყო და ნახევარფინალშიც გავიდა და ნუ საჩემპიონო თამაში არ ქონია არასდროს. მაგრამ ნუ იქ იყო სულ რა 8 საუკეთესოში სტაბილურად იჯდა და ეგეთი ცუდი სლოვენია. დრაგიჩის ის წასვლა ძალიან დაეთქვა. არა, იმ საჩემპიონო სლოვენიაში, საჩემპიონოში დრაგიჩი უფრო მეტი იყო ვიდრე დონჩიჩი. კი, MVP გახდა. ხო, საჩემპიონოში და იქ ხო, ნუ რეალის ფორვარდი ყავდათ, გასლოვენიებული ხო და კარგი შემადგენლობა იყო, მაგრამ ნუ სლოვენია არა, სერბეთი ცალსახად, გერმანია ძალიან მაგარი გუნდია. გერმანია, რომელიც ჩემი აზრით ყველაზე რეალური კანდიდატი იქნება, რომ სერბეთს რაღაც აწყენინოს. მე გულწრფელად გითხრა, გუშინ მოსმინდი პირველ არხზე იყო პატა იყო თამაშამდე. სტუმრად და პატამაც ეკვრა თუ ერთმანეთს არ გადაეკვეთნენ სადღაცა რაღაცა თავისივე წაიფორთხილეს თვითონ ფინალი ეგ უნდა იყოსო რა. ესით ხო, იმიტომ რომ საფრანგეთს არ ყავს ორი მთავარი კანდიდატი. ორი მთავარი ხო გობერი და ისა ხო. ხო, ვემბი და გობერი და გობერზე რამდენიც არ უნდა ისაუბრონ, რომ აი ოლიმპიადაზე სანამ არ დასვეს საფრანგეთმა ვერ გაკაჩა, აი რაღაც სისულელია ეგ რა, გობერია რა და სტატისტიკით არ უნდა შეხედო ამასაც რა, იმიტომ რომ იქ დაფარება მოხსნა შეიძლება არა აქ იმდენი რაღაც, მაგრამ სამწამიანშია არ შედიოდა არავინ. მაშინაც კი, როდესაც ვემბანიამა ისვენებდა. ანუ გააქვს ფაქტორი, რომ შენი მოწინააღმდეგე ყოველთვის იმედზე თამაშობს. ყოველთვის და იმიტომ რომ იქ გობერი დგას რა და ხელების გაშლა აქ ეხლა რამდენიო 14 რამდე არის რა გობერი თლიანად გიკეთებს იზოლაციას იქ და როგორ გინდა და გობერი და ვემბანიამა შიგნით ხო მიდი და ცენტრიდან ისროლე ეხლა მარტო რა ეხლა რა იმიტომ რომ ის ისიც იცავს მარტო სამწამიანს გობერი. ის თელს აჯარინა. ეს ყველაფერს იცავს, აი თავისებსაც კი იჭერს ხოლმე ხანდახან მოწყენილი თუ არის ხოლმე ძალიან რა და მოკლედ სერბეთი გერმანია არ მჯერა საბერძნეთის, მაგრამ გამიხარდება თუ იანისი მაქსიმალურად შორს გავა. საბერძნეთის აუცილებლად შევა. არ 8-ში შევა კაცო, მაგრამ 4-ში თუ შევა. აი ეგაა საინტერესო. ხო, 4-ში თუ შევა რა, თუ ჩავთვლით რომ საბერძნეთი მაინც ფავორიტია, ხო, ჩვენ ჯგუფში პირველ ადგილზე გასვლის, მაინც, ხო? მინდა რომ არ იყოს ესე, მაგრამ მაინც თუ ჩავთვლით, ჩვენ სადღაც ნუ მესამე, მეორე, რატომაც არა, ადგილით რომ გავიდეთ, დაგლიჯავს, ხო, აი საბერძნეთი მე მგონი 4-ში მაინც შევა და აი მე უკვე მიჭერს, იმიტომ რომ საფრანგეთი ზედმეტად ახალგაზრდაა, დეკოლომ დაანება, ვემბანიამა გობერი არ წავიდნენ, ხო? ო, ნუ ბატუმი საოცარი კაცია ახლა. ძალიან მაგარი. დევიდ სტენთან ერთად მოვიდა NBA-ში და ახლა სტერნი აღარ არის სამწუხაროდ და ახლა ნუ ბატუმი ჯერ თამაშობს, ხო? არა, მაგარია ბატუმი ძალიან. ო, აი კლიპერს წელს ეყოლება შემადგენლობა საშუალო ასაკი 35 წელიწადი არის იქ რა. ის ხო გენიალური ფილმი რო არის, მოხუცების ადგილი აქ არ არის და იქ პირიქით არის მოხუცების ადგილი რა. აი იქ არის. და იქ ვინც არის იმ ფილმი და რო წამოიყონ ისინიც არ გააფუჭებენ. ვინ არის ტომი ალი ჯონსი, ხავიერ ბარდემი და ვინ ჯოშ ბროლინი, ხო? ეგეც დაემატო. ეგეც დაემატო, ყველა 50-ზე მეტის არის და ის 80-ის ხდება საერთოდ, ხო? ტომი ალი ჯონსი. ეგენიც აფს არ გააფუჭებენ, იმიტომ რომ იქ გინდა კრის პოლი იდგეს და გინდა ტომი ალი ჯონსი, ახლა იმ კლიპერში, ხო, მნიშვნელობა არ აქვს, რა. ხო და ნუ აი ესენი რა მე ჩემი საყვარელი კალათბურთელი ქართველებს არ თქვი რა თქმა უნდა ვინც ამ ევროპაზეა სამწუხაროდ არ გაუმართლა და ძალიან ცუდ გუნდში არის ევროპელებს ჩემი საყვარელი კალათბურთელი არის ნიკოლა ვუჩევიჩი მონტენეგრო კი აი ძალიან მიყვარს ეგ ადამიანი ვუჩევიჩი ძალიან მაგარია აი ხო აი კლასი ცივსისხლიანობა და ეხლა სტაბილურობა. ყოველთვის და ეხლა მთელი გულით გულშემატკივრობ შაშან 10000 მოხსნას გადააჭარბა NBA-ში და აქ 16200 რაღაცა ქულა და აი 3800 ქულაც მინდა მაგისი რომ 20-10 ავტომატური შესვლა დიდების დარბაზში რა ეგეთი რაღაც ხო და იმედია გააკეთოს. ზურა იტალიაზე მინდა კითხო, ხო არის ფეხბურთში გვაქვს რაღაცა ნაკრებები არიან რომლებთანაც აი ვერა რა როგორ ფორმაში ისინი არ უნდა იყვნენ ჩვენ როგორ ფორმაში არ უნდა ვიყოთ ვერასდროს იტალია არის რაღაც ეგეთი კალათბურთში იმიტომ რომ როცა ქულაში მიდიოდა და გადამწყვეტი მომენტი იყო მე მახსოვს ერთი თამა რომელი წელი იყო არ მახსოვს მაგრამ ერთი ქულა იყო სხვაობა და აი ბოლო წამს
ზაზამ ესე ისროლა და დატრიალდა და ამოვარდა და წავალ. 2017-ში იყო ეგ. ხო. და ზაზას პასით შერმადინმა ისროლა. შერმადინმა ისროლა ბოლოში. ზაზა მახსოვს. ხო და ეგეთ იტალიასთან და გუშინდელი თამაშის მიხედვით როგორც ჩვენი ისე იტალიის ნაკრების შემადგენლობის მიხედვით და რაღაცა განწყობის მიხედვით არ არის დრო რომ იტალია გავამწაროთ. ხო რა, იცი აი კი, რატომაც არა, მაგრამ მე უბრალოდ აი ერთი შეხვედრა მინდა გავიხსენო და ზუსტად ის ჩემპიონატი 2017-ში ხო მქონდა ბედნიერება იქ ნაკრებთან ერთად ვიყავი თავიდან ბოლომდე და ჩემი აზრით იქ ყავდა ჩვენ ყოველდღიურ საუკეთესო ნაკრები საქართველოსი ხო ზაზა მანუჩარი თოკო პიკზე საოცარ ფორმაში იყო თოკო დაფრინავდა უბრალოდ ცინცაძე ყველა ყავდა ლეგიონერი ძალიან კარგი, სნაიპერი ყველაზე კარგი ლეგიონერებში ხა როგორც მოთამაშე ხა შემონთან ახლოს ვერ მიდის ვერავინ, მაგრამ მაინც და ელისთან, მაგრამ იცი არის 2017-ში იყო ალბათ ჩემი აზრით ნაკრების ისტორიაში საუკეთესო ოფიციალური შეხვედრა ლიტვასთან. სადაც მოუგეთ ძალიან მაგარ ლიტვას, სადაც ნუ აი მაქსიმუმის მაქსიმუმი გავაკეთეთ და მე ვაგებთ უკრაინასთან. გაიგე, ანუ მე ვაგებთ უკრაინასთან, მე იტალიაზე არ ვამბობ, იტალიანუ კი ბოლოში წავაგეთ, მაგრამ მე-3-4 18 ქულას ვაგებდით და დავკაჩეთ რაღაც, ნუ გმირულად, საოცარი კალათბურთი ვითამაშეთ ბოლო მე-4 ნახევარი, მაგრამ ვაგებდით სულ. და უკრაინასთან გადიხარ, ანუ ფერიული განწყობით, ხო, ეგეთ ლიტვას მოუგე, ხო, ძალიან მაგარ ლიტვას მოუგეთ, მაშინ და მოუგეთ კარგად რა, შანსი რო არ მიოცით და მე იყო ეს შოკი, ხო, უკრაინასთან, რომ აი კარგი ნაკრები იყო უკრაინა, მაგრამ კაი რა უკრაინა. ეხლა ისრაელს რო ეთამაშა ბოლოში და რო არ მიეცა უკრაინისთვის, აი ჩვეულებრივად გავდიოდით, მაგრამ ნუ არ მოუგეს. არ ითამაშა ისრაელმა, ჩვეულებრივად დაწვა რა, ნუ ვერც გამამტყუნებ ეხლა რა. აღარ ჭირდებოდა. ხვდები და გადაიღავნენ. თავი დაზოგეს რა. ხო, არა და ისრაელში იყო თამაში. მასმინძლები იყვნენ. მოუგე რა უკრაინას, მაგრამ ნუ არ ითამაშეს, მათი პრობლემაა, კაცო. მე არ მინდა უბრალოდ ხო ხვდები, ანუ გაუსწრო წინ ძალიან მოვლენებს რა. იტალიასთან მოგება შეიძლება, მაგრამ შეიძლებოდა უკრაინასთანაც მოგება. ხო, ნუ მაგ ხვდები, ანუ ხო, შეიძლებოდა თბილისში ბულგარეთთანაც მოგება. ხო, შეიძლებოდა ვალდებულებიც კი ვიყავით, ხო? მაგრამ ვერ მოვიგეთ ვერც ერთი თამაში. გამიგე და ანუ ხო გესმით მე აბსოლუტურად. ანუ მე რო ნეიტრალური გულშემატკივარი ვიყო, ვიტყოდი რომ საქართველოს იტალიასთან მინიმუმ აუთსაიდერი არ არის. მე რო ნეიტრალური გულშემატკივარი ვიყო, მაგრამ სამწუხაროდ ეს გამოცდილება გვაქვს მწარე მიგებული, რომ ამ ეიფორიის მერე ყველა ველოდებით რაღაც ნახევარფინალში გასვლას. ხო და უცბად რაღაც როგორი შხაპი ამაგ დროს არ ვიცი ხელი თუ ცივი თუ რაღაც რა ცივი გადაგვავლეს. ხო რაღაც ხო ხვდები და მერე მოდის ეს შხაპი თუ რაღაც რა მოულოდნელი და აი ესე მერე აი ეს გაკვირვებული ხარო ბიჭო ლიტვასთან მოვიგეთ და უკრაინასთან როგორ წავაგეთ და არ იყო განწყობას ისეთი როგორიც უნდა ყოფილიყო პლუს სხვა პრობლემები და ნუ გაჩნდა ეს ხვრელი რომელიც არ ამოივსო მერე მოუგეთ ისრაელს ოვერტაიმში მაგრამ საკმარისი არ იყო იმიტომ რომ მერე იტალია მოგვიგო და მორჩა მერე რა მერე სხვაზე დამოკიდებული რო ვიყავი სხვამ შენ გამო დავიარჩე საქმე რა ხო არაფერი არ გააკეთა რა თვითონ ვერ გადიოდა შენ შაქტოვა რა იმიტომ რომ შენ იმას მოუგე ის განწყობა არ ქონდა რაც მოსულა ბუნებრივია სპორტში ჩვეულებრივია რა fair play-ს არ ქონაში ვერ დაადანაშაულებ და ვერაფერში ის იმან ითამაშა 4 შეხვედრა მე რაც უნდა ის გააკეთა რა და მაგას ვამბობ რა ბიჭებო რომ ეიფორიას არ მინდა აუყვე უბრალოდ რა ეს საღატრო შევხედოთ 50-50-ზე საქართველოს იტალია იტალიას არ ყავს ვარსკვლავები იტალიას არ ყავს ერნან გომესებიც კი ხო და ეხა თუ შევადარებთ ეხა NBA-ის მოთამაშეებს ალდამა გაცილებით მაგარია ვიდრე ფონტეკიო გაცილებით ვერ შეადარებ თუნდაც დღევანდელი ალდამა რომელიც სრული დატვირთვით ვერ ვარჯიშობს თუნდაც ფონტეკიოა კარგი მოთამაშეა ძალიან კარგი გუნდის შეუცვლელს ვერ ვიტყვი მაგრამ სათამაშო ტიპი იყო მაგრამ ფონტეკიოა რო ყოლოდა დივინჩენცო ხო
უკვე სხვა იტალიაზე ვსაუბრობთ. ჩვენ იმიტომ რომ სრული დატვირთვით, ახლა ვარსკვლავი არ არის დივინჩენცო, მაგრამ ძალიან ძლიერი. ხო, 25 წუთი იღებს ნიუ-იორკში და ახლა 25 წუთი ნიუ-იორკში თემაა. და პერიმეტრიდან არის ძალიან საშიში. ხო, საშიშია, ჯერთი გამოცდილია. პლუს გალინარი ყავს, რომელიც ამ ტურნირით ამთავრებს კარიერას, ტურნირსა კარიერას, ხო? და ხო, ცუდი რაღაც შემთხვევა, ცოლის ვიგენმა დაუკმინა ახლა რა. ხო, ცოტა ხნის წინ ახლა სადღაც. მართლა? ხო, ვიგე გადარჩა, გადაურჩა ცოლი, მაგრად, ანუ სიკვდილს ალბათ, ხო, იმიტომ რომ რაღაც ისეთ მოუქნელის ვიგენი იყო რა და ბოლომდე არ გაწირა რა, დიდი ალბათობით, თორემ დაზიანდა რა ის გოგო რა. ცუდი ამბავია. ო მაგარი ახლა რო ჩადიხარ გასართობად და უცბად რაღაც ყბების გადაღება არის თურმე იქ და რაღაც სპილბერგის ვიგენი მოდის იქ შენთან. ხო, რაღაც მოულოდნელი მომენტია რა. ელინელიც აღარ ყავთ? ელინელი დაამთავრა კარიერა და ჯობდა 1 წლის წინ გაეკეთებინა ეს, აირიდებდა იმ რაღაც გაუგებარ სეზონს ბოლოში, როცა სვავდნენ უკვე სკამზე და ელინელი რო ხარ არ უნდა დაგშვან რა უბრალოდ რა ახლა რა. აი თოკოს დაპირისპირება იქნება იტალიასთან ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ იცნობს რა იტალიის ყველას და ხო ესპანეთში იცნობს ყველას და უკვე ეხა ესპანეთში ითამაშებს. იმ ბავშვებს ესპანეთში ვინც ითამაშა, თოკო კი არა, ერნან გომესებმაც იქ გაიცნეს, გაიგე ის ბავშვები ტურნირზე, ხო, იმიტომ რომ ხო, აი შენ ეს ხარ, ხო, ჩამოართვეს ხელი და ეხა თოკოს მაგაში ეხსა საიდან უნდა იცნობდეს. პირველად ნახეს ეხა, ხო? მაგრამ თოკო მე აი ხო გეუბნები, ყველა ნაკრებთან იქნება გარდაულად მნიშვნელოვანი. აი თოკო რო გამოდის, აი თმას რო იკრავს, თმა რომ კონდეს ხელი მე შევიკრავდი ახ თოკოსნაირად, მაგრამ აი გოგარასაც აკეთებს, ოღონდ სკამზე. თოკო იმას აკეთებს მოედანზე გასვლის წინ რა, კაი რიტუალია რა. ამ გადაკვრა ამისი, ხო რა. და აი რა ვიცი, მე ხო გეუბნები კიდე ერთხელ, ეხა თუ იოკიჩსა ვთქვით, რომ აი როგორ შეიძლება რომ არ მოგწონდეს იოკიჩის თამაში. როგორ შეიძლება რომ თოკოთი აღფრთოვანებული არისო, ხო? მე არ ვამბობ, რომ გუშინ თოკო რო არ ყოფილიყო, ვერ მოვიგებდით. ეს იქნება იმ ბიჭების უპატივცემულობა, ვინც მოედანზე იყვნენ, ხო, იმიტომ რომ ყველა მაქსიმუმი დადო. მაგრამ თოკო რო არ ყოფილიყო, ესეთი ანთებული თვალები არ ექნებოდა. ბიჭებს. კი, მაგას ეგ მაგით ვთქვი, რა ძალიან რა, იმიტომ რომ ტიპი მოედანზე სად გამოჩნდა ზურა იცი, წინა ევრობასკეტზე თბილისში რო ჩატარდა, ჰოლანდიას და ევტრავა მიიღო 1 კვირით ადრე, 10 დღით ადრე და რო გავიგეთ, რომ თოკო არ იქნება ამ ევრობასკეტზე, რაღაცა რაც მოხდა იმ ევრობასკეტზე კიდე ვახსოვს. ხო, ნუ, კარგი არაფერი. კარგი არაფერი. ძირითადად ცუდი. ერთი თურქეთთან თამაში იყო რაღაცა ისა რა. სასწაული თამაში იყო, მამუ იფრინა, მამუ გაუ თელმა ნაკრებმა, მაგრამ მამუ განსაკუთრებით. თურქეთთან თამაში, ხო. არა, ნუ თოკო, ახლა მე კიდევ ვამბობ რა, ახლა სანდრო იყო ძალიან კარგი. ძალიან კარგი იყო. 19 კულა 7 მოხდა. მართლა ძალიან კარგი და აი მე ცოტა დავიძაბე რომ აი 7 კულა ხო ქონა 3 მოხსნა და 2 პასი თუ არ ვწევ. პირველ მეოთხეში, მეორე მეოთხეში ერთადერთი კულა ქონდა, მოხსნაც 1 თუ არ ვწევ, 8-4 დაამთავრა რა პირველი ტაიმი. რო აი ხო არ დამთავრდა მისია ეს ბენეფისი, არა თურმე რა დამთავრდა ბოლო მეოთხეში დააღუნა თავზე ფარი ესპანეთს და ეხლა ანუ გოგამ ოურა სამიანი ჩა გოგამ 4-დან 3-იანი და იმასაც ნუ დავივიწყეთ რომ პირველ ტაიმში გოგამ იგივე როლი ითამაშა ჩვენთვის რასაც გობერი აკეთებდა საფრანგეთში ხო სტატისტიკაში რაც არა ისახება გოგა იმას აკეთებდა გადაკეტილი იყო უბრალოდ აი 3.5 მეტრი აი ეს რადიუსი მთლიანად იყო გადაკეტილი ანუ ერთხელ აწია გოგა თუ არ ვწდები ვილიმ ერნან გომესმა ერთხელ აწია და ვილიც ახლა ის არ არის ხო ახლა პირველწლიანი ტიპი გამოუცდელი ძალიან მაგარი არის წინა ევროპის MVP სასწაულებელი ბოლოს და ბოლოს მე ლორენცო ბრაუნს მივცემდი მაგრამ ნუ ვილი ყველაზე სტაბილური იყო რა ხო და მაგას ვამბობ და ანუ მოდი ვაცადოთ ნაკრებს რა თქვენ თუ არ მიწყენთ იმას გულისხმობ რომ ეს ეიფორია არ გამოდგეს არა გეთახმები ანუ აბსოლუტურად გეთახმები მოვიგოთ რა კიდე ერთი თამაში ახლა პროგნოზის გაკეთებაზე მარტივია არაფერი არ არის ხო ორი ვარიანტია ან გაარტყავ ან ვერ გაარტყავ რა ხო რა ქვია იმ ალ პაჩინოს გენიალური ფილმი რა მაკონახისთან ერთად ხო პროგნოზებს რო აკეთებ ხო ხდები
ხო რა და ის ეთქვის რომ არ მინდაო შეიძლება ვერ გაარტყავ და სულ ორი ვარიანტი გაქვს ან გაარტყავ ან ვერ გაარტყავ მე ახალ პროგნოზს გააკეთებო და ჩვენ ხო არ გვაქვს მაგის ფუფუნება ახალი პროგნოზის გაკეთების ჩვენ რო ვერ გავარტყავთ გული დაგვწყდება ძა იმის გამო კი არა რომ ვერ გავარტყით იმის გამო რომ ნაკრები მინიმუმ კვიპროსთან მოკლედ გამარჯობა სულ მინიმუმ კვიპროსთან ვამბობ იმიტომ რომ კვიპროსმა ვერ უნდა მოგვიგოს რასაც უყურე ვერ უნდა მოგვიგოს კვიპროსთან მე მგონი აი ნიკაც კიტიშვილს ყავს ვეტერანების ნაკრები ხო იცი აი კარგი ნაკრები მასტელიგას თამაშობ ხო ძალიან კარგი ნაკრები ყავს ნიკა თან იქ ცენტრს თამაშობს ისე დგას იქ ხო იცი დვაით ხოვარდივით და აი ჩემი აზრით ნაკრები ორი ნაკრები რო კარგი მოთამაშეები შეკრიბო და იქიდან რამდენიმე და ხო მოუგებენ რა მოუგებენ ახლა არ ვიცი ახლა ეროდოტოსი ფედერაციის წარმომადგენელი გვიყურებს თუ არა თუ გვიყურებს ბოდიში ეგრეა ეგრეა ჩვენც კარგია მე მინდა რომ ჯიკიძე ვთქვა 2-20 სიტყვა რა ცოტა თავიდან რაღაცა ბევრი დაიწერა რომ რა ცოტა გაუგებარი იყო მაგრამ გუშინ სალსახად წუთშესვენებებიც და რაღაცა ცვლილებებიც ისეთი კარგად გადაანაწილა ძალიან ლიდერების ძალები რა ძალიან კარგად გადაანაწილა იმიტომ რომ გასაგებია რომ გოგას იქ 4 ფოლი ქონდა რაღაც მომენტში მაგრამ და თოკოს ფაქტორიც რომ ტრავმის და ამ არითმიის გამო ბევრი ვერ უნდა ითამაშე მაგრამ სხვა მოთამაშეებიც ისე გადაანაწილა კარგად დასვა სწორ დროს გამოიყვანა სწორ დროს ტაიმაუტები აიღო და საბოლოოდ შედეგიც დაიდო შენ რას ფიქრობ ჯიკის მე იცი რას ვერ ხვდები აი მართლა ვერ ხვდები ხო აი კაი შეიძლება სხვას უფრო მეტი გამოცდილება აქვს ვიდრე ჩვენ დაუშვათ ხო საკალათბურთოში ახლა რა თქმა უნდა გამიხარდება პირიქით მაგრამ აი როგორ აფასებენ ხოლმე მწვრთნელის ვარგისიანობას არაოფიციალური მატჩების მიღმა იქ ხო ეს მწვრთნელი ცდილობს მეტი უარყოფითი დაინახოს ვიდრე დადებითი, იმიტომ რომ უარყოფითზე სამუშაო აქვს და დადებითს ახლა ორმაგად დადებითად ვერ გადააკეთებს, დროში იწვება, ხო? დადებითი გაქვს ისედაც და ის ცდილობს უარყოფითი ამოწიოს წინაპლანზე და აი როგორ აფასებთ, მართლა მეც მაინტერესებს, აი გინდა კოლეგებო, გინდა არა კოლეგებო, ხო? პატივისცემით, მაგრამ ეს მატჩებია. სლოვენიამ მოიგო სამი თამაში თუ რაღაც ორი, კი ერთში რანდგა გუშინ პონიტკამ და ლოიდმა რაღაც 10 ჯერ კარე გაუშალეს იქ, ხო? ხო, რა უნდა ეკნა ახლა, ხო? ყველა დარიგებაში კარე ქონდა. პონიტკამ წინა ევრობასკეტზეც აწამა სლოვენ სასწაული თამაში ქონდა. ხო, მაგრამ პონიტკა. ხო, არა, ეს ხო, იმათ ხავთ, აი რა, ყველა პონიტკა რო ისტორიულად ყველა პონიტკა რო აიღო. არ ვიცი, შეიძლება ვინმე ყავდათ კარგი სხვა სფეროში, ხო, კომპოზიტორი, მწერალი აქ დონჩიჩია. და აი მთელ პოლონეთს გადაწონის ეს ერთი დონჩიჩი, ხო? თან ახლა ერთი ადგილი გაუხდა, ნაკლებად ის არის წონადი, მაგრამ მაინც, ახლა დონჩიჩი წარმოუდგენელი კაცია. არა, წარმოუდგენელია, ხო, მაგრამ მაგას ვამბობ რა. ანუ ჯიკიჩი ძალიან კარგი საკლუბო მწვრთნელია, ხო? ნაკრებში მე არ ვიცოდი რა მოლოდინი უნდა მქონოდა. ხო იყო რაღაც პერიოდში. გოგასთან კომუნიკაცია და შეხება ქონდა ჯიკიჩს, ხო? და აი სანაკრებო დონეზე, სანამ ოფიციალურ მატჩებში მისი ნაკრები რაღაც შედეგს არ დადებს, ხო? ამ ხანაგურებიდან როგორ უნდა ანუ ხო ხვდები, ანუ მე რა მახსოვს, იცი 86-ში ჩემ პირველი მსოფლიო ჩემპიონატი იყო ფეხბურთში, რომელსაც უყურებდი, ერთი სული მქონდა, როდის დაიწყებოდა და ამ ხანაგურ თამაშებს აჩვენებდნენ რა მაშინ რა და უნგრეთმა მაშინ ამხანაგურები რატომღაც აჩვენეს უნგრეთის რამდენიმე ამხანაგური არ ვიცი რატო ნუ რატომაც ხო მივხვდი საბჭოთა კავშირის მეტოქე იყო ჯგუფში და ბრაზილიას მოუგო 3-0 მაგარ ბრაზილიას რა რომელმაც მეერე პენლები წააგო საფრანგეთთან იმ სოფლიოზე და უნგრეთმა ბრაზილიას 3-0 მოუგო დაიწყო სოფლიო და 6 გოლი გაუშვა საბჭოთა კავშირისგან რა ანუ ხო ანუ ტესტ მატჩებია რა ეს მატჩები და ოფიციალური მატჩები საერთოდ რადიკალურად სხვა არის, ხო? ხო, სლოვენიამ, როდესაც გახდნენ ევროპის ჩემპიონები, წააგო 10 ქულაზე მეტი ქონა ორ თამაში. და რა, კოკოშკოვიც სულ მწვრთნელია, ან კოკოშკოვმა რამე დამალა თუ არა თამაშა, არა, ტესტ მატჩებია. იქ შენ გჭირდება უარყოფითი აქცენტირება, რომ არ გამეორდეს ეს ოფიციალურში. ზურა, ესპანეთს მოუგეთ 2012 წლის ევროპის ჩემპიონატამდე 10 დღით ადრე მადრიდში მოუგეთ ერთი დღით და ხო, აი ესპანეთმა რა ქნა, ხო გახსოვთ? სოფლიო ჩემპიონი იყო უკვე და ევროპა მიაყოლა და ნუ
ხო, იმეს მანეთმა ბურთი არ დაუშვა, ისე მოიგო მთელი ჩემპიონატი. კი. მეორე იარუსიდან ითამაშა. თან მაშინ ინდეს უყურებდეს ძალიან მაგარი გუნდი ყავდათ ამ ხანაგურ თამაშში. ინიესტა, ბუსკეტსი, პიკე, ყველა ყავდათ. კი. ეგ არის რამოსი, ხო? რამოსიც იყო, კი. მართლა ჩვენ მოვუგეთ რამოსის ესპანე, ეგ არ მახსოვდა. ერთით რამ მოვუგეთ ოქრიაშვილმა გაიტანა ჯიღაურის პასით. გეტაფის სტადიონზე იყო მადრიდში, კი. ხო და ეგ არის რასაც ზურა ამბობს, ხო. გეთანხმები, აბსოლუტურად გეთანხმები, კაცო, აბსოლუტურად. ხო და რა ვიცი, ნახოთ, ძალიან კარგად დავიწყეთ, ძალიან კარგად დაიწყეთ. მე მინდა რომ მოლოდინი გქონდეს, მაგრამ თუ არ მიწყენთ რა, არ მინდა ეიფორია საუყვე რა, იმიტომ რომ მატჩიდან ცუდი გამოცდილება გვაქვს. ძალიან ცუდი. ძალიან ცუდი. და არა მხოლოდ კალათბურთში, ზოგადად. ძალიან ცუდი გამოცდილება გვაქვს, რა ვიცი, სხვა სახეობებზე არ დავიწყებ საუბარს, ახლა ჩემზე გაცილებით მწოდნე და კარგად ჩახედული ხალხი არის, მაგრამ არა მარტო კალათბურთი და ფეხბურთი, ხო, რო გადავხედოთ, ხო? ოლიმპიადების დროს იგივე, რამდენი მოლოდინი იყო ხოლმე. გახსოვს ახდებოდა. ხო, რა, არ მინდა ხო მაგას ვამბობ რა, იმიტომ რომ ხო ხვდები რა, მაგიტო უბრალოდ, თორე ახლა გვაქვს იტალია. თოკო იქნება. გვაქვს ძალიან კარგი სტარტი. ძალიან კარგი სტარტი გვაქვს, ხო? ესპანეთს ცოტა აურიეთ, ხო, გეგმები, ხო? ეხლა ესპანეთი ვალდებულია მოუგოს იტალიასაც და ბოსნიასაც. ვალდებულია. ხო, შენ გაწყოს, მაგრამ ჩვენ არ უნდა წავაგოთ პროცესში უკვე იტალიასთან და ბოსნიასთან გამიგე, თუ ჩავთვლით რომ კარგ მოცემულობად, ხო, ერთი უკიდურესობა კვიპროსთან მოგებული გაქვს. მე ესე მგონია, ხო? ვიცი ეგრე მგონია. საბერძნეთთან ბერძნები უკეთესები არიან. მე არ ვიტყვი წაგებული გაქვს, უკეთესები არიან. თუმცა შეიძლება ყველაფერი. ანუ ეს ორი თამაში რომ 1-1 გადაანაწილო, სამი თამაშის მერე გაქვს ორი მოგება, ერთი წაგება, ხო, რეალურად. რაც არის ფანტასტიკური. ხო. ანუ შენ რჩება ერთი მოგება ტურნირზე. ან ბოსნიას უნდა მოუგო, ან იტალიას. და იმ თამაშით რაც ჩვენ გუშინ ვაჩვენეთ, მე ვიტყვი რომ მინიმუმ ყველაფერი შესაძლებელია. კი, დიპლომატიური და იდეალური პასუხია ნამდვილად რა. კი, ეგრეა ნამდვილად. მოდი ის შენი საომავლო პროგნოზია, საქართველოს არ შევეხოთ და საომავლო პროგნოზი NBA-ზე რას ფიქრობ მომავალ სეზონში? ძალიან რთულია მაგაზე ვყავი. მომავალ სეზონში არ ვიცი. აუდ მე მაშინ მეკითხავ ესე რა. მე რაც მაინტერესებს. რას ფიქრობ დურანტი რას ჰიუსტონში? მეც კითხავ მაშინ Golden State-ის გარდა სადმე რა უქნია. Golden State-ის სადმე რა უქნია, ხო, არ ვიცი. თუ მეტყვი შენ, მე გიპასუხებ ისე, მაგარი პინგ-პონგი გაჩაღდა. მე ძალიან დურანტი როგორ შეიძლება არ გიყვარდეს, ხო, ისტორიაში არის top 3 უარეს შემთხვევაში შემტევებში, ხო? ანუ ჯორდანი, კობი და დურანტი. მაგაცე მაგარი ერთ-ერთზე შემტევი არ არის. ნუ ეხა მე ლებრონის ამივეს მირჩევნია სიტყვაზე, მაგრამ როგორც შემტევი არა, როგორც კალათბურთელი. ხო, ეს სხვა არის, მაგრამ მე მგონი ჰიუსტონს არ გაუჭირდება პირველი წრის გავლა და აი მერე რა გითხრა, იმიტომ რომ მერე შენ გყავს პოტენციურად დენვერი. ოკლაჰომა. და ეს ხო ეს დაშლილების თავშესაფარი კლიპერსი, ხო? ხო შეიძლება, ხო, მოხდეს სასაული და ხო ხვდები, ანუ კავაი არ მოკვდეს, კრის პოლს გული არ გაუჩერდეს, ბრედლი ბილი გადავიდა, რომ ბრედლმა კალათბურთი ითამაშოს. ხო, იმიტომ ძირითადად ბოლო პერიოდში მეგობარ გოგონებთან თამაშობს რა და ხო შეიძლება ეს ყველაფერი აეწყოს. ხო, ზუბაცი ვიღაცეები რა, ეხლა მე მგონი რომ დურანტი ძალიან კარგ გუნდში მოხვდა. ხო. ოღონდ ნახე დურანტის გარდა მაგ გუნდში არ არის არავინ აი როგორ იცი, აი პლეი-ოფში მთქმელი ტიპი არ ყავთ რა. შენგიუნი კაია, მაგრამ პატარაა. ხო. გრინი კარგი იყო გაუშვეს, ხო? ვამლიტი ყავთ. ვამლიტი, ხო, თან ვამლიტი მე მგონი, ნახე, თუ არ ვწდები ახლა, ზუსტად არ მინდა თავი დავდო რა, მაგრამ მე მგონი ვამლიტი ელოდება ისევ ბავშვს. და წინაზე როცა შეეძინა ბავშვი, ტორონტო ჩემპიონი გახდა. ეგ კაი, და აი, ხო ხვდები, ანუ ეგ დამთხოვები. ტრადიცია. მე ეგეთი დამთხოვები სპორტში მჯერა.
მართლა? სპორტული წვრთნების მჯერა. ზოგადად წვრთნების არ მჯერა, სპორტული მაშინ მე მენეჯერის ადგილზე ვამლიც კონტრაქტში გავუფორმებდი პუნქტს, სადაც ნებისმიერი პლეი-ოფის ცოლი ფეხბურთის უნდა იყოს, რომ ფავორიტის სტატუსი ხო ხდებია. ახალ დროზე გადის. ხო, ნუ ეხა იმ ქალბატონის შესაძლებლობიდან გამომდინარე, ხო, რო რაღაც. და ჰიუსტონი მე მგონი ხუმრობის გარეშე იქნება პლეი-ოფში არა მეორე წრეში. და მე ვერაფერს ვერ გეტყვი, იმიტომ რომ დენვერი და ოკლაჰომაა. და დენვერი უკეთესი გახდა და შარშან კინახამ გააგდო ეგ შენი ოკლაჰომა. დენვერი წელს ბევრად კარგია და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს თქვენის ნებართვით. თუ შეიძლება რომ ჩემი გუნდი წელს პლეი-ოფში იქნება და იხმაურებს. ლეიკერს არის სან ანტონიო. უი შენსა. ხო. მოდის უგაცოთ. ლეიკერსის დანკანიო რები თქვა ისო ლეიკერსისგან ცოტა ანუ არ იცოდა რაც მაგრამ ლეიკერსისგან შორს ვარ ცოტა შორს ახლა არავინ არ ყოფილა ლეიკერსში არავინ ლებრონამდე ვისაც მე აი დილის 6 საათზე გავიღვიძებდი ისე რომ თამაში არ მქონია წასაყვანი და უყურებდი კობიცა რა ახლა კობის დროს ახლა დანკანი იყო ეს თქო ბოდიში ხო ხვდები ახლა და სან ანტონიო სხვა იყო ჩემთვისაც ოჯახივით იყო ხო და წელს მე მგონი ძალიან კარგი იქნება სპერსი ძალიან კარგი იმიტომ რომ ვემბი იქნება განსაკუთრებული შარშან ხო პრობლემები ჰქონდა ვერ დატვირთეს ბოლომდე ფოქსი 4 წლით დარჩა ხო და ფოქსი ძალიან კარგია ხო პლუს კესლი შარშანდელი სეზონის საუკეთესო პირველწლიანი ამ წარმოედგინე სან ანტონიოს ხოს ბოლო 2 სეზონის საუკეთესო პირველწლიანი ვემბი და კესლი ხო ვასელი და ანუ ვიღაც იყიდეს იქ რაღაც გაწვეთილი 2 მეტრიანი ხალხი, მაგრამ ნუ ყავს რა ვიღაცეები და პლუს დრაფტის მეორე ნომერი ყავს ხარპერი ახლა რა. ესეც. ასე რომ პლეი-ოფში ვიქნებით და იქ ახლა ჰიუსტონთან შეიძლება მოხდეს დაპირისპირება რა. და მე მგონი პლუს წელს იქნება ბოლო რეალური შანსი Golden State-ისთვის. ხო, აი რაღაცის რეალური შანსი რა. და ნუ დაგავიწყდება რომ გოლდენი და ლეიკერსი რჩებიან ვუჩევიჩის დამატების მთავარ ფავორიტებად. ანუ გადაწყვეტილია რომ ჩიკაგოდან წავა და შენ ნახე როგორ გააძლიერებს, სადაც არ უნდა წავიდეს ეს. აი, სადაც არ უნდა წავიდეს, ხო ეხა სულ სეზონში ჩიკაგოში ქონდა 18-10 და 40% სამიანების. ვუჩევიჩი ძალიან მაგარი. ხო, ანუ თან უპრეტენზიო ტიპია. ძალიან შვიდი კარგი თანაგუნდელი, ყველას რო უყვარს ყოველთვის 2 ოლსტარი აქვს ნათამაშები და მეტი რო ვერაფერი ვერ ხნა, ეხლა ნუ ორლანდოში თამაშობდა მწვრთნელებთან ერთად რა, ხო ხტები ეხლა. ხო და ნუ აი ეგეთი ის ნიკოლაჩი გოგაძეც რო იწერებდა ერთმანეთს ლეიკერსზე, მაგრამ გამიხარდებოდა ლეიკერსმა აიყვანა ეიტონი. ხო, ეხლა ლეიკერსმა ეიტონი აიყვანა, დიდი კუში გადაუხადა და ნუ გოგა არ გამოვა. იყოს კაცო სადაც არის გოგა ისეთი მაგარი ტრანსფერი გააკეთა ორლანდომ ბეინი დაიმატა, კი მიცა იქ ერთი 20 წლის დრაფტები ყველაფერი მიცა, ვინც კი უნდა იყოს კარგი, არავინ აღარ იქნება ორლანდოში, მაგრამ ბეინი ყავს. და პლუს ბანკერო ყავს და პლუს ვაგნერი ყავს. ხო და აღმოსავლეთში ეგეც საკმარისია, იმიტომ რომ ბოსტონი დასუსტდა. აღარ არის შენი ბოსტონი? ხო, დეიტუმი 1 წელი არ იქნება. პორჟინგისი წავიდა. ხო, არ იქნება, პორჟინგისი წავიდა, კიდევ ვიღაც წავიდა, კაცო. ვინ წავიდა? ხუთეულიდან დარჩა 2 კაცი და ვაიტი დარჩა და ბრაუნი და დეიტუმი დამტრეულია პორჟინგისი და მესამე ვინ ყავდათ კაცო ბოსტონში ხუთეულში ვაიტის გვერდზე ვინ თამაშობდა გვარი ავამივარ და თავიდან დრუ ჰოლიდეი ჰოლიდეი ხო აღარ არის ჰოლიდეი ხო უკაცრავად ესეთი იმისთვის ეს პაუზა ამოიჭრება ტორმუზისთვის ეს პაუზა ამოიჭრება წამში გაცემ პასუხს მაგრამ ტორმუზისთვის ხო უკაცრავად რა ნახოთ რა ის იყო მე სულ არ ვიცი ეს ძალიან იმდენად გამიტყდა ჰალიბარტონის გეიმ 7-ში ტრავმა ისე გამიტყდა რა აი უკვე არასამართლიანობის ის გამიტყდა რა იმიტომ რომ ძალიან ლიდერი იყო ჰალიბარტონი ამ გუნდის ო მაგარი არის ძალიან მაგარია ყველაზე ჰაეროვანი და ყველაზე არაპროგნოზირებადი ტიპი იმიტომ რომ ხანდახან აი თანაგუნდელებმაც არიციან იმდენად არასტანდარტულია ხო იმდენად სწრაფად ტეხავს ეხლა ყველაზე მაგრა კაც ტეხავს დღეს შაი შაი მარცხნივ გადატანას ისე აკეთებს უბრალოდ ხანდახან თანაგუნდელები ვერ ხდებიან ხო აი თან აი ჰაერონად კი არა აი ჩვეულებრივად არა და ძალიან რთული მოძრაობაა ხო ბურთის გატარება და უკან წამოღება და შესვლა მერე და შაი ამას აკეთებს და თან 80% კონტაქტში შედის ყველაზე მეტ საჯარიმო სასრულებს რა
მაგრამ აი ხალიბარტონი კი არ მირჩევნია ახლა შაის შორია შაიმდე მაგრამ ძალიან მაგარია ძალიან უბრალოდ ინდიანა დაიშალა ნუ ახლა შაის ხალიბარტონი არ არის ტერნერი წავიდა მილუოკიში ის ვეღარ იქნება ინდიანა ანუ ძალიან სუსტია და იმის თქმა მინდა რომ გოგა სადაც არის ძალიან კარგი ძალიან კარგად არის ეხლა ხო ძალიან კარგად არის ხოშიანად ზის იმ რუსტერში სადაც არის და თვითონაც კმაყოფილია ეხლა რა დარწმუნებული ვარ რომ მამუცსაც ბევრად მეტი სათამაშო დრომი ეცი მე ტორონტოში ალბათობით ხო ეხლა სან ანტონიოსთან შედარებით ხო ალბათ მაგრამ ხო აი ხომ მეთანხმებით რომ სან ანტონიოში გატარებული დრო ძალიან გამოვა რა თქმა უნდა ეთყობა კიდევ სადა დედამიწა იყო კლასში უბრალოდ რა შეიძლება ბევრს არ თამაშობდა სან ანტონიოში მაგრამ აი იქ იყო რა სისტემაში რო ხარ ხო ნუ ძალიან ბევრს ნიშნავს ეგ რა ვახ ძალიან საინტერესოა არ მეგონა მე თუ კალაბურზე ამ დაშვილობარებდი მაგრამ იმიტომ რომ როგორც წეგანავშე სხვა სპორტებში ბევრად უფრო კომპეტენტური ვარ ვიდრე კალაბურში არა ძალიან საინტერესო იყო ზურა შენთან საუბარი როგორც ევრობასკეტზე ისე ბუნებრივი NBA-ზე და ყველა შემთხვევაში რაც პროგნოზებს აბსოლუტურად ვითანხმები თითოეულ სიტყვაში რომ ცუდად გვაქვს დაცდილი ესა რაღაცა კალაბურზებია და წარმატებები უსურვებს საქართველოს ნაკრებს სადაც არ უნდა იყოს როგორც არ უნდა იყოს და ვისთანაც არ უნდა იყოს ვის ხდებით თუ გულშემატკივრებთ ბოლომდე დავიხარჯებით ტელევიზორებიდან და დაწუნებული ვარ ბიჭების ბოლომდე დაიხარჯებიან პარკეტზე წარმატებები ზურად ძალიან დიდი მადლობა დღეს სტუმრობისთვის თუმცა არ გემშვიდობები იმიტომ რომ მესამე ბლოკი გვაქვს პატარა მოკლე თამაში და თუ რა თამაში იქნება ეს ამას აუხსნი მაყურებელს რამდენიმე წამში კარგი, დავიწყოთ მაშინ ჩვენი მესამე ბლოკის დროც მოვიდა და მესამე ბლოკის წესებს ავხსნი. ეს არის გვაქვს რუბრიკა პატარა თამაში სტუმრებისთვის. ამ შემთხვევაში იქნება ათეულის დაკომპლექტება. მე შენ გეტყვი კალათბურთელს და შენ უნდა გაიყვანო რომელიმე ადგილზე ათეულში. ოღონდ არ იცი შემდეგი კალათბურთელი ვინ ამოვა და შეიძლება ძალიან სახალისო ათეული გამოგვივიდეს საბოლოო ჯამში. თუ მზად ხარ დავიწყოთ. სიამოვნებაა. კარგი. მოდი პირველი იყოს ზაზა ფაჩულია. მეორეზე ზაზა ფაჩულია. ნიკოლოზ სკიტიშვილი. მეშვიდე. სკიტიშვილი მეშვიდე ადგილი. კი ბატონო. ვლადიმერ ბოისა. მეექვსე. მეექვსეზე ბოისა. გოგა ბითაძე? მეხუთე. მეხუთე. გიორგი ცინცაძე. უკვე რთულია. გიორგი ცინცაძე მერვე. მერვე ცინცაძე. მანუჩარ მარკოიშვილი. მესამე. მესამე. თორნიკე შენგელია. პირველი. ეგრეც ვიცოდი. ვატო ნაცვლიშვილი. მეცხრე. გიორგი შერმადინი. ოპა. მეათე და მეოთხეა თავისუფალი. მეათე და მეოთხეა თავისუფალი? ეხლა როგორ გინდა ვიცი ერთი ვინც არის დარჩენილი და იმას მეათეზე ვერ გავიყავ. იყოს გიო მეოთხე და ვიცი ვინც იქნება ბოლო. სანდრო მამუკელაშვილი არის? მამუკელაშვილი ყავს? ოპა. გავიჭერე. დარჩა მეათე ადგილი. ნუ არჩევანი არ მაქვს. ვინ გეგონა მითხარი გეხოცა? სანიკიძე. სანიკიძე ხო? კი. სანიკიძე მეგონა, იმიტომ რომ აი სულ ველოდებოდი რომ აი ეხლა სანიკიძე, ეხლა მოდის ვიკა. ხო, ნუ კაია რომ ვიკას დასახელება არ მომიწია. ეხლა მეოთხესთვის ვიმეტებდი, არ მახსოვდა ყველა უცბად და ხო. შვენიერი ათეული გამოვიდა საბოლოო ჯამში, მაინც თორნიკე შენგელიაზე დარწმუნებული ვიყავი რომ პირველზე გაიყვანო. თორნიკე. სურა, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადო სტუმრობისთვის, ძალიან საინტერესო საუბრისთვის და წარმატებები გისურვო შენ საქმიანობაში, საქართველოს ნაკრებს უსურვებთ აუცილებლად წარმატებას მომდევნო შეხვედრებში. ვისიამოვნოთ სპორტით და კალათბურთით. ზურათ ალაკვაძე იყო ჩვენი სტუმარი. გამოიწერეთ ძმების პოდკასტი, ბავარია ჩვენი სპონსორი, პაბორ მუზდოლში ვიმყოფებით და ეს ყველაფერი კრავს იმ რაღაცა სიხალვათეს, რომელსაც ქვია სპორტის სიყვარული და ჩვენი პოდკასტი. მადლობა წარმატებები. დიდი მადლობა.